ეროვნული საზღვრები პასუხობენ კითხვას, სად უმთავრდები მე, სად იწყება სხვა ადამიანი. ანუ ერთგვარი პირობითი საზღვარი ერთ ადამიანს და მეორე ადამიანს შორის. ჩამოუყალიბებელ ადამიანს ფსიქოლოგიური საზღვრებით აქვს დაბალი თვითშეფასებაც და ადვილად ურღვევენ საზღვრებს, ან აქვს სურვილი ვიღაცა სხვას დაურღვევოს. შედის ნეგატიურ როლებში და იტანჯება. ანუ მის ცხოვრების ხარისხი არის ძალიან დაბალი. ასეთი ადამიანი თვითრეალიზებას ვერ მოახერხებს. ჩვენს კულტურაში, როგორც წესი, არას თქმა, თითქოს აღიქმევა, რომ ეს არის უზრდელობა, ცუდი ტუნი, უკულტურობა. შენ გაქვს უფლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ რამეზე უთხრა უარი და არ განიცადო დანაშაულის და სირცხვილის გზნობა. გაქვს ამის უფლება. ადამიანს რაც უფრო პიროვნული საზღვრები ჩამოუყალიბებელი აქვს, მით უფრო სიყვარულისკენ არ ილტვის მიჯაჭვულობებისკენ. პრაქტიკული სამუშაო. ყოველ საღამოს, როცა ერთად იქნებით, გამოყავით ერთი 10-15 წუთი, სადაც ერთმანეთს პირობების გარეშე გაუზიარებთ ემოციებს, გრძნობებს, სურვილებს და პარტნიორი გისმენს. წესები ასეთია. არ აწყვეტინებ, არ ადანაშაულებ, რჩევას არ აძლევ, არ აკრიტიკებ, რას აკეთებ. უბრალოდ უსმენ. ამ კომპონენტებს თუ დაარღვევ, მაშინ განპირობებულია იქნება მიჯაჭვულობა ძალიან გავს სიყვარულს. მით უმეტეს პირველ სტადიაზე და ამიტომ უჭირთ ადამიანებს განსხვავება. აი ასეთ კითხვას უსვამ შენ თავს. ესეთია, ეს მატყუარა, აფერისტი, გიყენებს და ეგოცენტრულია. ის თუ არ შეიცვლება არასდროს, გემდომება თუ არა მასთან ცხოვრება. თუ იტყვი, კი, გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი და ტრადიციულად მე ვარ პოდკასტ არეაში. დღეს ჩემი სტუმარი არის ნუგზარ ძიზიგური, პიროვნული ტრანსფორმაციის ტრენერი, რომელსაც თქვენ უკვე იცნობთ და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუმარი, ამიტომაც ის უკვე მეორეჯერ არის ცოდნის მოყვარე პოდკასტში და ძალიან მიხარია ეს ამბავი. გამარჯობა. გამარჯობა, გვანცა, მეც მიხარია, მოგესალმები. დღეს საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ჩემი აზრით. რომელსაც ხან ხშირად განიხილავენ, ხან არ განიხილავენ, მაგრამ მგონია რომ რაღაც დოზით ეს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის შეიძლება ზოგადად ადამიანების არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, საერთოდ ადამიანების ყოფაში მნიშვნელოვანი თემაა და რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ და პიროვნულ საზღვრებზე. ეცანამ კამერებს ჩავთავდით. შენ მითხარი რომ საზღვრები ბევრნაირი არსებობსო და აუცილებლად უნდა განმარტოთ რას გულისხმობთ და პირველი კითხვა ჩემი ეგეთიც იქნება რას გულისხმობთ როცა ვამბობთ ფსიქოლოგიურ და პიროვნულ საზღვრებს. კიდევ ერთხელ მოგესალმები, მევაცალმები მსმენელს და მაყურებელს. ხო, ეგ არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა საზღვრები, როცა ვსაუბრობ საზღვრები არის ბევრნაირი, მართალია არის სახელმწიფო საზღვრები, ხო? პიროვნული ფსიქოლოგიური საზღვრები. მოდი ესე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბებულ ქვეყნებს აქვს ჩამოყალიბებული საზღვრები, ხო? ჩამოყალიბებულ ქვეყანას აქვს ჩამოყალიბებული საზღვრები. ასევე არის პიროვნებაც. თუ არის პიროვნება ჩამოყალიბებული, მას აქვს ჩამოყალიბებული პიროვნული საზღვრები. და ეხლა რომ განმარტოთ როგორა რატომ ხდება, რას ნიშნავს და ასე შემდეგ. და საზღვრები არის დარღვევაცა სხვანაირი, ხო? აქ ჩამოყალიბება ზოგი ნაწილობრივია ჩამოყალიბებული, ზოგი სრულიად ჩამოყალიბებულია. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია. მაგრამ დარღვევების შემთხვევაში არის სხვადასხვა დარღვევები. შეიძლება იყოს საზღვრები შევიწროებული, გაფართოებული, ათქვეფილი, სიმბიოზური, როცა და ასე შემდეგ ნახე. ანუ დავიწყოთ აქედან პიროვნული საზღვრები პასუხობენ კითხვას εμას სად ვარ მე, სად არ ვარ მე, სად უმთავრდები მე, სად იწყება სხვა ადამიანი. ანუ ერთგვარი პირობითი საზღვარი ერთ ადამიანს და მეორე ადამიანს შორის. და ანუ საზღვარი ჩვენს პიროვნული საზღვრები პასუხობს კითხვას, სად არის ჩემი აზრები, ემოციები, სურვილები, ქმედებები და სად არის შენი, სად არის სხვისი. და ამისი გამიჯვნა ერთგვარად. აქ შეიძლება იყოს დარღვევები სხვადასხვანაირი. შეიძლება იყოს დარღვევა განცალკავების დარღვევა, ანუ სად არის ეს ჩემი აზრები, ემოციები, სურვილები და კონტაქტის დარღვევა. ახლა უფრო რომ ჩავშალოთ ეს. ახლა მე რომ ვისაუბრებ, თუ ცოტა რაღაც გაუგებარია და ასე შემდეგ, ჩამეკითხე, კიდე მკითხე და უფრო გამოიკვეთება სურათი. უფრო გამოიკვეთება.
ანუ ჩვენ რეალურად ხო ალბათ შემდეგი კითხვაც ეგ არის რა როგორი საზღვრები არსებობს ხო ეგა რომ თქვა აი მარტივად რომ გასაზღვრო შეიძლება იყოს საზღვარი შევიწროებული გაფართოებული მაგალითად შევიწროებულ საზღვრებში შედის ესეთი რაღაცა რომ სხვა ადამიანის ქსევაზე მევრძნობ დანაშაულს და სირცხვილს მე მწვენია სხვა ადამიანი რაღაცას აკეთებს და მე მწვენია სიტყვაზე ხო ეგეც არის საზღვრები არის არეული ანუ სხვისი ემოციები ჩემზე აისახება სხვისი ემოციები აზრები და სურვილები აი ჩემ თავზე აისახება შეიძლება იყოს პირიქით რომ ჩემს აზრებზე სურვილებზე და ქმედებებზე ისა პასუხისმგებლობა გადავიტანო სხვა ადამიანზე ხო ანუ მაგალითად მე ისა რა ქვია გამაბრაზეს ხო მე გარკვეული ემოცია ვიხსენი და ამ ემოციაზე პასუხისმგებლობა გადავიტანე სხვა ადამიანზე ანუ სხვისი ბრალია რომ გამაბრაზნი ხო ხო გამაბრაზა ადამიანი ხო გამაბრაზეს რომ ვიტყვი ამ დროს ესე პასუხისმგებლობა სხვაგან გადადის ანუ მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ემოციაზე ჩვენს ემოციებზე სურვილებზე და ქმედებებზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და ადამიანს არეული აქვს ეს არის ინფანტილიზმი ესე ასევე განუვითარებლობის მაჩვენებელი რომ ჩვენს ხო პასუხისმგებლობა ჩვენს ემოციებზე სურვილებზე გადაგვაქვს სხვებზე ხო ინფანტილიზმი ანუ ადამიანი ვერ გაიზარდა შინაგანად და ამ დროს ის ცხოვრობს იმ სამყაროში სადაც სხვები დამნაშავეები არიან და ეს მიბმულია ასევე სხვადასხვა ემოციებთან ნახე ადამიანი რომელიც არის პიროვნულად ჩამოყალიბებული მის სხვა შეგრძნებები ემოციები აქვს და სხვა ხედვები აქვს ცხოვრებაში და პირიქით რომელიც ჩამოუყალიბებელია სიტყვაც აჩვენებს ხო ჩამოუყალიბებელი საზღვრები ისიც არის ბავშვის მდგომარეობაში შინაგანად და მის ცხოვრებაში არის ბევრი წყენა გაურკვევლობა და ასე შემდეგ ნახე აი მარტივად რომ თქვა ფსიქოლოგიური საზღვრები ესე იგი პასუხობს კითხვაზე სად ვარ მე სად არ ვარ მე სად არის ჩემი ემოციები სურვილები ქმედებები სად არის სხვისი და არის ასევე სოციალური საზღვრები ნახე ისედაც რომ დავაგვერდოთ აი ქვეყნებს ხო უფრო სანამ ფსიქოლოგიური და იმაზე გადავდივართ უფრო ცხადია და ადამიანისთვის უფრო გასაგებია ჩამოყალიბებული ქვეყნები რომლებიც არიან მათ აქვს თავიანთი გაწერილი ჩამოყალიბებული საზღვრები და მისი დაცვა შეუძლიათ ხო მართალია ანუ ჩამოყალიბებულ ქვეყნებს საზღვრებს ისე ვერ დაურღვევ მაგალითად შვეიცარია შვედეთი ფინეთი დანია ხო პირდაპირ ახლა არ დავასახელებ სიტყვაზე ვთქვათ რა განვითარებული ქვეყნები რომ არ განვითარებული ჩამოყალიბებული ქვეყნები უფრო დარწმუნებულად გრძნობენ თავს უფრო ლაღად გრძნობენ თავს უფრო თავისი კანონები აქვთ, თავისი კანონები გააქვთ და იცავენ რა. და ასევე თუ ქვეყანა არის სუსტი, განუვითარებელი, ჩამოუყალიბებელი, ადვილად ურღვევენ ამ საზღვრებს. ხო? საერთოდ ზოგჯერ არც ეკითხებიან, ხო? იქ ჭკუას ასწავლიან, იჭრებიან მის საზღვრებში და ასე შემდეგ. ასევე არის პიროვნული საზღვრები. თუ პიროვნული საზღვრები ჩამოუყალიბებელია, მაშინ ადამიანი აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ვარიანტი. აი ჩვენ რომ საუბრობდით როლებზე, აი წინა პოდკასტში, ხო? როლებზე ვისაუბრეთ, ზოგი მსხვერპლია, ზოგი გადამრჩენელია, ზოგი აგრესორია და ასე შემდეგ. აი ისინიც არიან ჩამოუყალიბებელი საზღვრები, აი მსხვერპლი მაგალითად. მსხვერპლი და გადამრჩენელი. მსხვერპლი უმთავრესად არის ის ამას საზღვრებთან აქვს პრობლემა ორივე მსხვერპლსაც და გადამრჩენელსაც, მაგრამ მსხვერპლი სხვას არ ღვევინებს საზღვრებს. და გადამრჩენელი ურღვევს საზღვრებს. ხო? ის უფრო იჭრება მის საზღვრებში და ამას უფრო ამის საზღვრებში იჭრებიან მსხვერპლის. და ისინი თავის დაბალ შინაგან თვითშეფასებას უდასტურებენ ერთმანეთს. ანუ რეალურად შინაგანი რაც ეს თვითშეფასებასთანაცაა დაკავშირებული. ან ყველაფერი არის ურთიერთკავშირში საბოლოო ჯამში. ანუ ჩამოუყალიბებელ ადამიანს ფსიქოლოგიური საზღვრებით აქვს დაბალი თვითშეფასებაც და ადვილად ურღვევენ საზღვრებს. ან აქ სურვილი ვიღაცა სხვას დაურღვევს. და რატომ? რომ თავის დაბალი თვითშეფასება ამით აიმაღლოს. არის სოციალური საზღვრები და პასუხისმგებლობის ზონები. ესე ქვია, კიდევ სიტყვა. სოციალურში არის
რა არის ჩემი და რა არ არის ჩემი, სად არის ჩემი, სად არ არის ჩემი, ხო? ანუ მაგალითად რა? სიტყვა ჩემი რას ნიშნავს? აი, ჩემი არის მე მოვიპოვე, ან ვიყიდე, ან მაჩუქეს, ან მე თვითონ შევქმენი, ჩემია, ხო? სიტყვა. თუ არის ჩემი, მოხმარების წესებსაც მე ვაწესებ. რა ჩემია, მე ვაწესებ წესებს. მაგალითად ჩემ სახლში როგორ უნდა მოიქცეს სხვა, ამის წესებს მე ვაწესებ სიტყვაზე ვამბობ, ხო? კი, შეიძლება აქვს ზოგიერთს კედელზეც აქვს ესე მიკრული, რომ შედიხარ სახლში, სახლის წესები. და არის გარკვეული წესები, ესეც აკეთებ. ანუ თუ არის ჩემი, მე ვაწესებ წესებს. და მნიშვნელოვანია ასევე დარღვევის შემთხვევაში ვახორციელებ სანქციებს. ანუ თუ არის რაღაც ჩემი, ეგ ნორმალურია. ეგ არის საზღვრებში შედის ყველაფერი. ნახე, ეს არის ჩემი, ну, არ ვიცი როგორც თქვი, ან მოვიპოვი, ან გავაკეთე, ან შევქმენი, ან მაჩუქეს და ასე შემდეგ. ჩემია. საკუთრებაში. თუ არის ჩემი, ესე იგი მოხმარების წესებს მე ვაწესებ, დარღვევის შემთხვევაში არის სანქციები და ესეც იციან გაჟღერებული მაქვს. ოღონდ ვაწესებ ისეთ წესებს, რომლის განხორციელება შემიძლია. ისეთ სანქციებსაც ვაწესებ, რომლის განხორციელებაც გამკეთებელი ვარ. ამას ხვები უყურებენ და პატივცემენ. აქ საერთოდ ესეა კიდევ, რაც უფრო ადამიანი ჩამოყალიბებულია თავის საზღვრებით, მით უფრო ითვალისწინებენ და პატივსაც ემენ. თორე აი მაგალითად მსხვერპლები თავისი ჩამოყალიბებელი საზღვრებით მოძალადეებში და გადამრჩენელებში აღზრავენ სურვილს, რომ შეიჭრან მის ცხოვრებაში. აი ყველა მხრივ დაურღვევენ საზღვრები. ანუ რეალურად გადამრჩენელი მაგალითად ჩამოყალიბებული პიროვნული საზღვრებით ადამიანს საზღვრებს არ ურღვევს. მას არ უჩნდება სურვილი, რომ შეიჭრას მის საზღვრებში. ეს იგრძნობა ხედავს. ახლა ეს აურითაც იგრძნობა. უთქმელადაც კი არის. ან რეგულირდება მალე. და მსხვერპლი, აი რატომ არის, ამაზე ხო წინაზე ვისაუბრეთ, უფრო მსხვერპლი რას ნიშნავს, როგორ და დეტალურად კი, თუ ისეც არ გაქვთ ნანახი, დავლინკავ იმას. ვისაც ნანახი არ აქვს, შეუძლიათ რომ ისევ ნახონ, რომ დრო რომ არ დავკარგოთ ამის ახსნაში. თორემ ყველაფერი კავშირშია, ნახე. ანუ ჩამოუყალიბებელი საზღვრებით, ადამიანს ჩამოუყალიბებელი საზღვრებით შედის ნეგატიურ როლებში, ეგ არის და იტანჯება. ანუ მის ცხოვრების ხარისხი არის ძალიან დაბალი. ასეთი ადამიანი თვით რეალიზებას ვერ მოახერხებს. ანუ პრინციპში ესე რომ ვთქვათ, ჩვენ ცხოვრების ერთ-ერთი აზრი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის თვით რეალიზება. თვით რეალიზება უფრო შინაგან პროცესს გულისხმობს, ხო? თორემ მოგვეცა ცხოვრება და ფუჭად გაატარე, ხო, აზრი რა არის? შენ ცხოვრებას კონდეს აზრი. აი თვით რეალიზდი. თვით რეალიზებას კიდევ ახსნა საჭიროებს და კიდევ ცალკე ისინია გასაგები უფრო ღრმად და კონკრეტულად რომ გავიგოთ. მაგრამ შინაგანი ზრდა არ მიდის. ჩვენი ასაკიც წინაზე ვახსენე, მე მგონი კიდევ რომ არის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკი შეგვიძლია ვთქვათ. ადამიანი ერთი არის ასაკი, რაც პასპორტში გწერია და მეორე არის შინაგანი ასაკი. ფსიქოლოგიური, ხო? ფსიქოლოგიური ასაკი. იმ ადამიანებს ეგ შინაგანი ფსიქოლოგიური ასაკი, რომელსაც დაბალი აქვს, ისინი თვით რეალიზებას ვერ მოახერხებენ. აქვთ სუსტი ჩამოუყალიბებელი საზღვრები, ან სხვებს ადვილად არღვევინებენ, ან თვითონ ურღვევენ საზღვრებს, საერთოდ ვერ ხვდებიან სად არიან, უმთავრესად განიცდიან დამანგრეველ ემოციებს და მდგომარეობებს და არიან თვითგანადგურების რეჟიმში. ვისაც არ აქვს ჩამოყალიბებული საზღვრები. ანუ კარგი არაფერი არ ხდება, ხო? ახლა რომ თქვით, ძალიან რამდენი ეს არის აქ, ხო? ანუ კომპონენტი, ანუ ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თავისი დაბალი თვით შეფასებით. ნახე? და ესე იგი ეგ არის სოციალური საზღვრები და პასუხისმგებლობის ზონები. ანუ ისინი კავშირშია. ანუ ადამიანი თუ შინაგანად ჩამოუყალიბებელია, ის გარეგნულადაც ჩამოუყალიბებელია. ესე ყველაფერი მაინც მისიქცევა გარეგნულად, ხო? კი, მაინც ყველაფერი მოდის შიგნიდან, ხო? აი შინაგანი სამყარო არის გარეგანი სამყარო, ორი სამყაროა, ხო? შინაგანი, გარეგანი. შინაგანი ხშირად ესეც ინფანტილიზმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი ჩამოუყალიბებლობის მაჩვენებელი და ფსიქოლოგიური სუსტი საზღვრების მაჩვენებელი.
თუნდაც რომ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი მთავარი პრობლემების სათავე არის გარე სამყაროში და გარე სამყაროში რაღაც უნდა შეიცვალოს, რომ მას თვითონ იყოს ბედნიერი. სიტყვას და ყველაფერი წესრიგში კონდეს. ესეც არის ჩამოუყალიბებლობის მაჩვენებელი, ანუ ადამიანი ინფანტილური არის, ბავშვი არის. აი სანამ ადამიანი ბავშვია, არის დედა, მამა და მიმულია, ხო, მიჯაჭვული არის მშობლებზე და ეგ ნორმალურია, სხვები უგვარებენ რაღაცას. და მე ვერ გაიზარდა შინაგანა და გარეთ არის გადართული. რა სხვებმა უნდა უგვარონ. თვითონ ვერ ყალიბდება თავისი კონკრეტული საზღვრებით. ანუ რეალურად გვაქვს ეხლა მე რაც დავიკითხე და ფიზიკური იმ ხრიდან ესა რომ შევიდე. ფიზიკური საზღვარი არსებობს, ემოციური, ინტელექტუალური, მატერიალური, დროის საზღვარი, სექსუალური და სამუშაო საზღვრები. ესეთი საზღვრების ჩამონაცვალი მოკლედ ვნახე. ფიზიკური საზღვარი შეიძლება იყოს ესეთი რაღაც, რომ მაგალითად ანუ არ გინდა რომ შეგეხონ ახლა გასაგებია რომ ეგ უკვე ძალადობაზე მივდივართ როცა ვიღაცა ფიზიკურად გეხება და ემოციურ საზღვრებზე იგივე ფსიქოლოგიურ საზღვრებზე უკვე ვისაუბრეთ ინტელექტუალური საზღვარი როგორც წავიკითხე არის რომ მაგალითად მე რაღაც ჩემი იდეა თუ რაღაცა თქვი და ვიღაცა მომპარა ისე რომ თქვა არც უკითხავს და წაიღო და გაავრცელან რაღაცა ქნა არ ვიცი მატერიალური საზღვარი მარტივად მოგპარავენ ფულს დროის საზღვარი, აი ეს ძალიან ესეთი საკითხი არის. მაგრამ ნახე, ახლა განვიხილოთ, ნახე, ძალიან მარტივად, აი რაც შეეხება დროს. ისედაც ნახე, ეს არის ცხოვრებაში. ეს შენ გაქვს, ეს არის ჩემი დრო. აი აქედან აქამდე, აი ხშირად მე ხომ მუშაობ ადამიანებზე, აი პიროვნული ისა განვითარება. მოდიან ადამიანების სხვადასხვა პრობლემებით. და შემდეგ გამოირკვევა რომ უბრალოდ ჭირდება ზრდა, რადგან აი ყველაფერი ეს უკმაყოფილების მიზეზი, რამე ცხოვრებაში არის უბრალოდ პიროვნული ზრდის პრობლემა. ანუ მაჩვენებელი რომ ადამიანს ჭირდება ზრდა, უბრალოდ განვითარება და ზრდა. ნახეთ, ხშირად მოდია რამე დრო არ მაქვს. აი დრო არ მაქვს, ხო? აი ოჯახი, ბავშვები, მეუღლე, ისა საქმეები, რაღაცები და დრო საერთოდ არ მაქვს ჩემთვის. ესეც არის მაჩვენებელი ჩამოუყალიბებლობის. ნახე, ზოგიერთი იტყვის, კი, მაგრამ ადამიანს მართლა, ამდენი საქმეები აქვს, ხო? აი დატვირთულია ძალიან საქმეები და დრო არ აქვს. ეს არის რაციონალიზირება. სხვანაირად რომ თქვა, რაციონალიზირება და თეორეტიზირება არის ტვინის მწვავე დაავადების მაჩვენებელი. აი პირდაპირ ეს შემიძლია ფრაზა თქვა. მაგრამ ძალიან არასასიამოვნო ჭერს, მაგრამ რას ნიშნავს? ანუ რაციონალიზირება ამ შემთხვევაში ადამიანი რაღაცას ვერ აკეთებს, მე თეორიულად ამართლებს თუ რატომ არ არის. არის კატეგორია ადამიანებს, რომლებსაც დროც აქვთ, თავისი სივრცეც აქვთ, ანუ ყველაფერი აქვს წესრიგში. სინამდვილეში ის ადამიანი, რომელიც ამბობს რომ რაღაცაზე დრო არ აქვს, ეს არის ასევე თვითმოტყუილება ერთ სიტყვით და ჩამოუყალიბებლობის მაჩვენებელი. გამართლება იმისი, რასაც არ ვაკეთებ, ხო? ამისი რომ ახსნა დიდ დროს წაიღებს ახლა რომ თლიანად ძირფესვიანად მოყვეთ. მაგრამ მარტივად ერთ მაგალითს მოვუყანოთ, რომ მაგ შემთხვევაში ეხლა მგონია რომ მაგ თემაზე კითხვა გაჩნდება აუცილებლად მაყურებლის მხრიდან და მაგალითად რომ მოვუყანოთ, მაგალითად მე არ ვაკეთებ რაღაც სამუშაო, პირობითად ვიძახი რომ დრო არ მაქვს. დრო არ მაქვს არ ვიძახი, მაგრამ ხანდახან ვიძახი კი, არ მოვიტყუოთ, ახლა ვიძახი ხოლმე. მაგალითად იმისთვის რომ პირობითად ვიძახი, მე სპონსორს დაველაპარაკო პოდკასტის. ავამბობ ხოლმე რომ საკმარისი დრო და ენერგია არ მაქვს რომ ეგ გავაკეთო. ამიტომ ჩემი დღის წესრიგში თუ თვის თუ არ ვიცი 3 თვის წესრიგში ჩაჩოჩებულია ცოტა ქვემოთ, იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტული საკითხები დგას, როგორც არის პოდკასტის მომზადება რაღაცა, სხვადასხვა თემები რა. ამას ვიძახი ხოლმე ესე. მაგრამ ამას მე ვხვდები რომ იმით დრო არ მაქვს ვამბობ, იმიტომ რომ გამართლება იმისი, რასაც არ ვაკეთებ. თუმცა მეორეს მხრივ ახლა მაყურებელი იტყვის რომ ხო მაგრამ მე მაინც არ მართლა არ მაქვს დრო რა აი პირობითად ჩემს გრაფიკს გადახედე დილის 7 საათიდან რომ ვიწყებ ამას მოვდივარ ვიზინებ დრო არ მართლა არ მაქვს კი აი ნახე ხო ამას ამბობენ ხშირად რომ ამას ხო და პრიორიტეტების თემა ახლა მივედით კარგ რაღაცასთან საუბრის დროს კარგი სიტყვა ახსენებ პრიორიტეტები რაღაც მინდა გავაკეთო მაგრამ სხვა პრიორიტეტები მაქვს აი საქმეც რაშია პრიორიტეტებს რო ვალაგებთ, უნდა დავალაგოთ შენ სათხარ. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ზოგჯერ არის დაკარგული და ცხოვრობს სხვის ცხოვრებით.
აი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ვის ცხოვრები ცხოვრობ. და ხშირად აღმოჩნდება რომ ამბობს დრო საერთოდ რომ არ გაკ შენ ცხოვრებით არ ცხოვრობ და დაკარგული ხარ. და არა მარტო სხვის ცხოვრებით ცხოვრობ, შენ თავს არ იცნობ. შენ თავს არ იცნობ, შენ თავში არ ერკვევი, შენი სურვილები, ემოციები ისინი არის იგნორირებული, ხარ პერსონაჟი სხვის ცხოვრებაში, დაკარგული ხარ, დროთა თანმავლობაში იკარგები, ეს უკვე რეგრესია. ხო, თუ არის პროგრესი, რეგრესი, ან ზრდა, ან ის დეგრადირება, ეს უკვე დეგრადირება. რადგან ადამიანი კარგავს თავის თავს. საკუთარი თავის დაკარგვა არის საკუთარი თავის მოპოვება და არის საკუთარი თავის დაკარგვა. და ეს ადამიანები, რომელსაც აი დრო არ მაგესა და ყოველთვის რომ ამბობს, სულ ვიღაცეებზია. თუნდაც ეს ოჯახია, სამსახურია, მეგობრებია, ნუ რაღაცეებია. მაგრამ შენ სად ხარ? ეკითხები, შენ სად ხარ? სად არის შენ თავზე? შენ ვინ ხარ? ხო? ადამიანს, აი რომ დასვას ვექტორი შემოატრიალო შენგან, შენ ვინ ვარ მე? საიდან მოვედი, სად მივდივარ, რამე ცხოვრებაში? რა აზრი აქვს ამ ჩემ ცხოვრებას? შეიძლება რაღაცეები თქვას, მაგრამ აღმოჩნდება ეს რაღაცეები არის გარედან შემოგდებული ყალბი და სხვისი. ან დაჯერებული საკუთარ თავთან. თავს აჯერებ, მე დაჯერებულია, შენს გჯერ ამისი არ იცი. საქმე იმაშია რომ არ იცი. რაც შენ გონია შენია, მე რომ შეიძლება აღმოჩნდეს რომ ეს შენი არ არის. ეს სხვისი არის და ყოველთვის სხვისი იყო. და ამ დროს შენი ოდესღა შეიძლება კონდა ის მიჩქმალულია და რატომ არის ადამიანები ცუდად არიან მოდიან და ამბობენ რომ აი ისევ დააწუხებთ ან შფოთია ხშირად ხო ან შფოთი აქვს ან დაძაბულობა აქვს ან შიშები აქვს მომავლის შიში წარსულს მეტირის შფოთავს რაღაც არარეალიზებული რაღაცა ნატრები რომელიც საერთოდ მიივიწყა ამ დროს დანაშაული და სირცხვილი დადის და ისე დატვირთულია რომ დრო არ აქვს. ეგ უკვე სიმპტომია არაჯანსაღი მდგომარეობის. წარმოიდგინე ადამიანი მთლიანად დატვირთული არის მთელი ცხოვრება და თვითონ იგნორირებულია. არის ნეგატიურ ემოციებში, შეგრძნებებში და ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს დამნაშავი ზიება. ვინ არის დამნაშავი და გარესამყაროშია გადართული. აუცილებლად იპოვის ჯამში უნდა შემოატრიალო ვექტორი და ჩვენი თავიდან იწყება ყველაფერი. შენი თავისთვის, უყურე, ყველასთვის გაქვს დრო, დროს რაც შეეხება. აი ყველასთვის გაქვს დრო და შენი თავისთვის არ გაქვს დრო. როგორ შეიძლება ეს? ამიტომ რომ ვამბობთ, ერთი არის როგორც სამუშაოა მნიშვნელოვანი, ასევე არის დასვენება ძალიან მნიშვნელოვანი. ხო? ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. აქედან აქამდე მუშაობ, ვისვენებ, არის ადამიანები, რომელთაც დასვენება არ იციან. ძალიან ბევრი. მე ვარ მაგის წარმომადგენელი, რომ ვიყავი წარმომადგენელი, აი მოუყვები ხა. ეგ არის კატასტროფა. ეგ არის აი საკუთარი თავის განადგურების ალბათ პირველი მექანიზმი, რომ დასასვენებლად მივდიოდი და ვერ ანუ შეიძლება ყოფილიყო მაგალითად სანაპიროზე მასე შეზლონგზე და ვერ ვისვენებდი. ჩემი ტვინი ავტომატურად იწყებდა ფიქს, რომ იქ ის რამსახური რაღაცა ისა ის უნდა დავალებო ეს უნდა გავუკეთო და შანსი არ მქონდა დასვენების. უბრალოდ ჩამოვდიოდი ისე რა თქმა უნდა დაღლილი და ვერთვებოდი ისე იმ რეჟიმში რა. უბრალოდ ეს იყო აი ავტომატური ჩემი ტვინის მოწყობა იყო ესეთი თითქოს რა იმ დენი ხანი ვაკეთებდი მაგას რომ ვერ ვთავდი აი ეგ ფუნქცია არ მქონდა რომ ეხა აქედან გამოვრთო და დასვენების რეჟიმში შევაერთო ესეთი რაღაც არ არსებობდა ძალიან ბევრი ეგეთი ადამიანი ძალიან რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ეგეთი ადამიანი აი უმთავრესად ვინც მოდიან პრობლემებით სწორედ ამას ამბობენ ერთ-ერთი ასევე არაჯანსაღი მდგომარეობის მაჩვენებელი არის დიალოგი თავში ანუ მუდმივად ჩართული, ანუ აზრები, მუდმივად დიალოგი მიდის. თავში თუ მუდმივი დიალოგი არის, ადამიანს აქვს, ეს ასევე ცნობიერების დონეებით თითქოს დაბალი ცნობიერების დონეა, სიხშირე, აი სიხშირეებით რომ ავიღოთ ყველაფერი არის სიხშირეები, გარკვეული. და ადამიანი იტანჯებ ეგ ტანჯვა. ხო, რა თქმა უნდა. ყოველთვის არის ტვინი ჩართული და ეს აი დიალოგშია. ასე დავარქვა. შიდა დიალოგი, მუდმივი ჩართული. ეს არის ტანჯვის მდგომარეობა, არის ტკივილი და ტანჯვა. ტკივილი შეიძლება მიიღო, ხო? მაგრამ ტკივილი კიდევ სხვა არის, ახლა ბიოლოგიური ეს ყურს. ფიზიკურად ამბობ. ფიზიკურად. ხო, არსებები ვართ და
ტანჯვა შინაგანი მდგომარეობა ნახე და ისმის შეკითხვა რატომ არის ეს მუდმივად ჩართული სინამდვილეში ის ადამიანიც რომელიც ამბობს დრო არ მაქვს სინამდვილეში მას ისე მიყავს ცხოვრება და ისეთი პროგრამები აქვს რომ საკუთარ თავისთვის დრო არ დარჩეს სპეციალურად აკეთებს რომ დრო არ ქონდეს ქვეცნობიერად ამ სპეციალურად ეცნობიერად არა ქვეცნობიერად ესე ცხოვრებისეულ სცენარშია რატომ ანუ მარტივად რომ თქვა ყველა პრობლემები ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა რაც ადამიანს გააჩნია არის იმიტომ რომ გამოწვეულია იმიტომ რომ არ უნდა თავის სულ შეხვდეს თავის თავს შეხვდეს თავის ნამდვილ მეს შეხვდეს თავისი ნამდვილი მე აღიქვას ეგ სიტყვა ეგოს ხშირად რომ ახსენებენ ეგოს ცუდი არაფერი არა სიტყვა ეგო ნიშნავს მეს ხო როგორც თქვით ანუ მაგრამ იგულისხმება უბრალოდ საუბრებში ყალბი მე ასეთი გაგებით რომ ავიღოთ და ანუ ყალბმესთან აქვს საქმე ეს ყალბია ყველაფერი ყალბია ყალბმესთან აქვს საქმე და ნამდვილი მე არის წარმოდგენაც არ აქვს დაკარგულია აი ეს სიტყვა დაკარგა ხო სადღაც დაიკარგა საკუთარი თავი დაკარგული ქონდა მე აღმოჩნდება ეს ბავშვობიდან მოდის ყველაფერი ხო უბრალოდ მე უფრო სხვადასხვა ეტაპებზე და სირთულეებზე გადადის ასეთი ადამიანი ნუ საზღვრები აქ არ არის მოშლილი ეგ ყველაფერი შედის საზღვრებში აბსოლუტურად აი დროის ადამიანი არის ნახე ოჯახში შეიძლება ოჯახის წევრებმა იციან რომ აი დედა თავის შვილები ყავს და აი დედა ყოველთვის კისერზე აზიან მოვიდა წარში ანის მეუღლეა და ასე შემდეგ აქედან აქამდე არის ჩემი დრო ამ დროს მე ვაკენ ანუ ესა ერთ-ერთი მოცემულობა ჩემი მარტო ის არ შეთ მატერიალური საგანი და დროც ეგ ჩემი დრო ძალიან მნიშვნელოვანია რა მარტივია მისახვედ რა თუ დრო რას ამას ნიშნავს დრო ეგ ჩემი დრო არის კიდევ ჩემ დროს როგორც მინდა ესე გამოვიყენებ მე მაქვს ახლა კვირაში სიტყვაზე აი კვირა ერთი დღე ხო შენ თავს ჩემი დრო ან თეატრში მივდივარ ან სადღაც გავისეირნებ რაღაცას ვიზამ ნაყინ შევჭამ ეს ტბაზე დავსეირნება ნაყინ შევჭამ ხო ჩემ თავს უთმობ ნაყინი ზოგჯერ საჩუქარი გავუკეთო ნაყინი შეჭამო თვითონ შვიდად განცალკავებულად იმ დროს აკვიატებების გარეშე და აი ნაყინს რომ ჭამ იმ დროს არც სამსახურია არც ოჯახია არაფერია არის მყოფადი მდგომარეობა გახარ ნუ ბუნებას არ ვიცი სადღაც ლისის ტბაზე გახარ ნაყინს ჭამ ტბას გაცქერი იმ მომენტში ხარ და ამ დროს ისვენებ შენ და ნაყინი შენ ნაყინი ტბა ირგვლივ ბუნება შეფასების გარეშე აკვირდები გარემოს და კარგად ხარ აი კარგად იქნები მაგრამ ნახე ეს ახლა მის მიუჩვეველია შეიძლება შფოთი გამოიწვიოს ამან და ისევ გაახსენდეს ანუ ავიდა ტბაზე სასეირნოდ ნახევარი საათი 10 წუთი გაისეირნოს და ის 10 წუთიც რომ არ შეგიძლია უცებ ხო აი ჩემი შვილი სად არის რას აკეთებს ეგ ხო სამსახურში ხო მაგრამ იქ კიდევ რაღაცა ანუ მუდმივად ჩართული არ შეგიძლია გამოცალკავება ანუ შენ არ ხარ ეგ საზღვრებია ანუ ჩამოუყალიბებელი საზღვრები ამ დროს თეორიებით ამართლებს ადამიანი თითქოს რომ ვიღაც უყვარს ნახე აი ხშირად არის სიყვარული და მიჯაჭვულობა ეგ არის აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა და იმას რომ ზოგიერთი ახლა რომ მოდიან ხო ძალიან ბევრი ადამიანია თავის შვილზე 24 საათი რომ ნერვიულობს მას გონია რომ ნუ ეგ სიყვარულის გამოა ხო ეგ სიყვარულია როგორც ასეთი ხო და ის ანუ რა შეუძლია იმას აკეთებს როგორიცია ესეთია აქ არავინ დამნაშავე აქ არ არის და არაფერ შუაში არა დანაშაული ყველა ადამიანი იმას აკეთებს და ისე აკეთებს რა შეუძლია ჩვენ უბრალოდ გვჭირდება სწორი სახელების დარქმება და გაცნობიერება და მაშინ დაიწყება ცვლილება ეგაა განსხვავება თორე აი ნახე პრიორიტეტების რომ დავალაგოთ პირველ ადგილზე ხარ შენ შენს აი ყველაზე მარტივი მაგალითები ხშირად რომ მოყავ თუნდაც თვითფრენავში რომ რაღაც მოხდება ვინ იკეთებს იმ ჟანგბადის პირველი ხო დედა იკეთებს და მე შვილს უკეთებს ხო ესე ინსტრუქციებში შენ თუ არ იქნენი კარგად სხვების ნახე ის ადამიანი რომელიც დაძაბულია კარგად არა ნერვიულობს აკვიატებები აქვს
მისი ოჯახის წევრების და შვილების ნერვიულობენ. პირველ დარტყმას იღებენ ბავშვები ოჯახში ყოველთვის, რადგან ისინი აღიქვამენ ამ ემოციურ ფონს ზრდასრულების. და თუ დედა ყოველთვის შფოთშია, დაძაბულია და ასე შემდეგ, ის უკვე არის, ის იღებს დაძაბულ ემოციურ ფონს, ნახე, და ასეთი ადამიანი რომ იზრდება, ის ბედნიერებას არ ეძებს. ის ეძებს მსგავს ემოციას და მსგავს მდგომარეობას, რომელიც სხვებმა უნდა დაუდასტურონ. ამიტომ ის რომ გაიზრდება, შევა ურთიერთობაში, არა მდგრად ურთიერთობაში. ანუ რეალურად ეს უკვე სიყვარულს ვერ იღებს. ანუ ისეთ ადამიანს პარტნიორად აირჩევს ისე მდგომარეობებს, სადაც დაუდასტურებენ ამ არამდგრად ემოციურ ფონს. და აქედან მოდის სწორედ დამოკიდებულება, თანადამოკიდებულება. და ადამიანები რომ არ გაუმართლა ცხოვრებაში, რომ ესეთი მოუღლე ყავს, ესეთი სიტუაცია, ხომ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო, არ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო. მსგავს იზიდავს მსგავს, მოზალოდი იზიდავს მსხვერპლს და ეგ არის ერთგვარი სივრცე, სადაც ისინი ერთმანეთს პოულობენ. ახე ასეთი ადამიანისთვის შემდეგ ჯანსაღი, შინაგანად ჯანსაღი ადამიანი უინტერესო. მისთვის საინტერესოა, ვინც დრაივს მიცემს. ხო, კარბორბალა ემოციები. აი, კარბორბალა. ხან მიატოვეს, ახე, ხან ის უკვე შედის სცენარში, თუნდაც ხან ახლოს არიან, ხან შორს არიან, ხან ტკივილი მიაყენეს, ხან სიყვარული და ადამიანი ესაძლებს იმას. არა მდგრად მდგომარეობას, რაზეც რთული გასაგებია, კაიფობს ადამიანი, მაგრამ აი ამით საზრდოობს. ანუ ჯანსაღი არაფერი არ არის, ხო. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ საზღვრებს, რა დონეზე არის ჩამოუყალიბებელი და მაინც რომ გადავინაცვლოთ ისე, ხო? მაინც აი საიდან მოდის უფრო, საიდან იწყება. ხო, ანუ ჩემი შემდეგი კითხვა ეგ არის, რომ როდის ყალიბდება? ზოგადად საზღვრები, ხო? ანუ ჯანსაღი, არა ჯანსაღი არ აქვს, აი როდის? აი საზღვრები ყველაფერს ბევრი ფაქტორებია ყველაფერში, მაგრამ მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვობის პერიოდი. ბავშვობის პერიოდი. რა გარემოში ცხოვრობს, ხო? როგორ აღიქვამს? აი ეგრეთ წოდებული ეს მიჯაჭვულობებიც. სიტყვა მიჯაჭვულობაში არის დარღვეული საზღვრები. ასევე ადამიანს რაც უფრო პიროვნული საზღვრები ჩამოუყალიბებელი აქვს, მით უფრო სიყვარულისკენ არ ილტვის მიჯაჭვულობებისკენ. ნახე, შინაგანად არაზრდასრული ადამიანი უფრო მიჯაჭვულობისკენ ილტვის. ნახე, ბავშვიც მიჯაჭვული არის მშობლებზე. ხო, მაგას ხო დავუძახოთ, დაკავშირებული არის. ანუ მიჯაჭვულობა რატომაც ავტომატურად ჩემთვის არის. მიჯაჭვულობაც არის ჯანსაღი, არა ჯანსაღი. ხო, ანუ ეგრე გავყვეთ მაშინ, ხო. საერთოდ ყველაფერში არის ჯანსაღი, არა ჯანსაღი. აი საზღვრებიც რომ ჭირდება, არის ჯანსაღი საზღვრები, არის არა ჯანსაღი საზღვრები, ხო? ანუ ყველაფერი არის ჯანსაღი, არა ჯანსაღი. კი ბატონო. დამოკიდებულებაც არის ჯანსაღი, არა ჯანსაღი. ისე. ჩვენ ბევრ ამას დამოკიდებული ვართ. კი, ძალიან ბევრ ამას. ხო, ძალიან ბევრ ამაზე დამოკიდებული ვართ, მაგრამ აი საკვებზეც დამოკიდებული ვართ, მაგრამ ხო, წყალზეც, მაგრამ არის ჯანსაღი, არა ჯანსაღი. ხო? კი. ზოგიერთი იჭყება წყლებს, მაგალითად, ზოგიერთი სოფაზე. ხო, და საკვებიც ხო ჭირდება არა. ზოგისთვის პრობლემა, ზოგისთვის პირიქით მაცოცხლებელია. ზოგი იყენებს რაღაცას, რომ უბრალოდ იცხოვროს ბედნიერად და შინაგანი სტაბილურობით და ზოგიერთი იყენებს იმავე რამეს, რომ განადგურდეს. ხო? ზუსტად. ხო? ზოგიერთი საკვებს იმიტომ იღებს, რომ იცხოვროს და ჯანსაღად იფუნქციონიროს. ენერგია კონდეს. ზოგიერთი იმისთვის და ისეთნაირად იღებს საკვებს, რომ თავი გაინადგუროს. ხო მართალია, საკვებია. ამიტომ, მაგრამ ისიც არის, საკვებიც არის ჯანსაღი, არა ჯანსაღი ისე. და ასე შემდეგ. ბევრი ნიუანსია. ასევე ბავშვიც, რომელიც ცხოვრებაში შემოდის, მას ჭირდება, ის მიჯაჭვულია მშობლებს, დამოკიდებულია მშობლებს, ხო? მაგრამ თუ ბავშვი იზრდებოდა, უპირობო სიყვარულის მდგომარეობაში, თუ ბავშვს ჰქონდა უპირობო სიყვარული, მოდი უფრო ჯერ არა ჯანსაღი მას ვიტყვი, სცენარს. თუ ბავშვი იზრდებოდა, ანუ ბავშვობაში ძალიან მარტივად რომ ვთქვა, შეიძლება იყო
აი არაჯანსაღი საზღვრებიო რომ ვამბობ და მიჯაჭულობები. უმთავრესად ასეთი ადამიანი იქ სხვა ესენიც კომპონენტები და ფაქტორები, მაგრამ ერთ-ერთი მთავარს ვამბობ უბრალოდ. იყო ისეთ ატმოსფეროში, სადაც აკლდა სიყვარული, ოფერება, ეს იყო ემოციური არამდგრადი ფონი იყო, ხან ახლოს იყვნენ, ხან შორს იყვნენ, ხან უმიზეზოდ ეფერებოდნენ. ნახე, განწყობის მიხედვით იყვნენ ურთიერთობაში, ხო? ადამიან ხასიათზე არ მოვიდა ოჯახში, დასრული და სხვანაირად ექცევა. ხან ხასიათზე სხვანაირად მოექცა და ადამიანი აჭრილია, ვერ ხდება. ზრდასრულების არამდგრადი ემოციური ფონი გადაედო მას და ადამიანი დაძაბულია, ჩამოუყალიბდა განცალკავების სამყაროდან გრძნობა და შინაგანი სიცარიელი. აი, ნახეთ, ამ სიყვარულის დეფიციტმა, არამდგრადმა ემოციურმა ფონმა ჩამოუყალიბა შინაგანი სიცარიელი და ამ შინაგან სიცარიელეს რომ მიზრდება, ამ შინაგან სიცარიელის შევსებას ეძებს გარეთ. რაც დააკლდა შიგნით, ეძებს გარეთ. ნახე, მაგრამ სიცარიელი ესეთი რაღაცაა, რაც უფრო გარეგანით ივსებ, მით უფრო ფართოვდება. და ეგ არის ქრონიკული და პროგრესირებადი პროცესი. პროგრესირებს მხოლოდ გაუარესების გზით. ანუ კარგი არაფერი ხდება. და ამიტომ გარკვეულ ეტაპზე მას გონია რომ ადრე ბედნიერი იყო. ბედნიერი არასდროს არ ესეთი ადამიანი პრინციპში, უბრალოდ მისი ეს არაჯანსაღი მდგომარეობა უფრო პროგრესირებს და ადარებს მდგომარეობებს. მეტაფორულად რომ თქვა, სულ ჯოჯოხეთში იმყოფებოდა და უბრალოდ უკეთეს ადგილს ეძებს ჯოჯოხეთში. ხო, დონეების მიხედვით აღდაყო. ხო, უკეთეს ადგილს ეძებს ჯოჯოხეთში და არა და ჯოჯოხეთში არა, 60-ში უნდა გადახვიდე ერთით, ხო? და 60 უცნობია. და ადამიანი იტანჯება, აქვს დაბალი თვითშეფასება და ასეთ ადამიანს ჭირდება გვერდიდან დახმარება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. კი, აი, სანამ არ მიიღებს თავის ფსკერს, ხო, არ დაიტანჯება კარგად, ის არ დაიწყებს ცვლილებას უბრალოდ და ეგ კიდევ ცოტა სხვა თემაა. ეგ სხვა თემა არის, მაგრამ აქ კითხავ ესეთ რაღაცას, რომ შეგვიძლია მაგალითების დონეზე, მე მგონია ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ახლა მშობლები უყურებენ ან ადამიანები, რომლებიც ვერ არკვევენ რაღაცას თავის თავში, უნდათ აი ეს ბავშვობის ტრავმა გაარკვიონ, აი ხო შეიძლება უნდათ სად დაიწყო რა მომენტში მოხდა ეს ყველაფერი, რომ ერთ თვითონ იგივე შეცდომა არ დაუშვან, ხო? აი რამოდენიმე აი ერთი რო თქვა აძლევდნენ სიყვარულს, თან არ აძლევდნენ სიყვარულს. ხან ყურადღებას აძლევდნენ, ხარ მშობლის ემოციური მდგომარეობის მიხედვით ექცეოდნენ ბავშვს და შესაბამისად აი კიდევ რა დროს ვერ ყალიბდება საზღვრები, რა დროს ენგრევა ბავშვს ეს ყველაფერი აი თუ ენგრევა მას საზღვრები არ აქვს, ის ყალიბდება ჯერ კიდევ. ხო, ანუ ვერ უყალიბდება მაშინ ესე ვთქვათ. ვერ უყალიბდება საზღვრები, ხო, კი არ ენგრევა, ხო. საერთოდ არ უნდა დაენგრეს, მაგრამ ხო. ნახე პიროვნებას რომ თქვა, ჩვენ პიროვნების ასე კი ვერ მოძებნის ადამიანი პიროვნებას, პიროვნება უნდა შეიქმნას. იქმნება პიროვნება, ის ასე დაიბადა და კონკრეტულად ჩამოყალიბებული პიროვნება არა. ანუ ადამიანი დაბადებიდან არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება. ის თავიდან არის, ბავშვია, ინფანტილურია, ინფანტილიზმი, ესე ვთქვათ, ბავშვს ნიშნავს ნორმალურია ბავშვისთვის. ბავშვისთვის ნორმალურია ინფანტილიზმი და ეგოცენტრიზმიც. ის ზრდასრული რომ ინფანტილური და ეგოცენტრული დარჩება, ეგ უკვე დაავადების ფორმა. არ გაიზარდა. ამიტომ არ ჩამოყალიბდა. ჩამოყალიბებული კი არ შემოდის. ამიტომ ვერ ყალიბდება, დაიბლოკა. ნახეთ? ამიტომ საბაზისო ემოციების, აი ემოციებზე რომ ვამბობთ, არის გარკვეული საბაზისო ემოციები და თუ აკრძალული ქონდა საბაზისო ემოციები. რამდენიმეს დავასახელებთ, თუნდაც აი ბრაზი, წოხილი, შიში, სიხარული, ნახე. თუ აკრძალული ქონდა, მაშინ ის გამოვა ემოციურად ინვალიდი. ამას ქვია ემოციური ინვალიდობა და ის გადადის პათოლოგიაში. ანუ ადამიანმა არ მიიღო გამოცდილება. პათოლოგია რა არის? პრინციპში ცალკე თემა არის, კიდევ განხილვის მე ვთვლი ამაზე ცალკე პოდკასტი. ჩემგანი არა საერთოდ ეს ცალკე უფრო ბევრი რაღაცები ამელაპარაკოა, მაგრამ აი მარტივად რომ ვთქვათ, ემოციურად არაჯანსაღი ყალიბდება. ნახე? ამიტომ
მარტივად რომ თქვა ერთი მინიმუმ 3 წელნახევრად მე ვამბობ ამას, ხო? ჩემი აზრით მინიმუმ მაინც უნდა იყოს უპირობო სიყვარულში, უპირობო სიყვარული, დობა, სრუნვა და ემოციების გამოხატვა. ნახე, ეს უნდა იყოს თავისუფალი. დანარჩენი იმას ზედმეტი წურთნა და რაღაცების ყალიბება არ ჭირდება. მას სამყარო თვითონ იზრუნებს, ასე რომ ვთქვათ. ანუ ბევრი წურთნა არ ჭირდება, შემდეგ ეყოფა ეგ საზღვრები და შეზღუდვები და ასე შემდეგ, ხო? ცხოვრებაში. ხო და ეთიკა, მორალი, სოციალური ნორმები არ ჭირდება მას ამას რაღაცების. 2 წლის ბავშვი არ ჭირდება. 2 წლის ბავშვი თავის არ ვეუბნებიან, არ გააკეთო, არ ახვიდე, არ ვიცი, არ ჭამოესე, არ ქნა ისე, აი ეს ყველაფერი ხო აყალიბებს საბოლოო ჯამში მაგ ყველაფერს რაც ხე შენ. აი არ გააკეთო და რომ მეუბნება 10 ჯერ ეუბნება 10 რა გააკეთო და 1 რა გააკეთოს. სიტყვაზე ხო თანაფარდობა რომ ავიღოთ. ხო? აი სიყვარულია რომ კიდე მოფერებას ერთად იგულისხმება, სიყვარული და მოფერება. სხვათა შორის ხშირად სიყვარული და მოფერების დეფიციტი განიცადება რომ ვამბობ ხშირად მეკითხებიან და სიყვარული რა არის, მოფერება რა არის, არ მეკითხებიან. ეს რომ დავაგვირდი, ეს საინტერესოა გელი. მე გითხავ რა არის მოფერება. ხო, არჩენ არ მეკითხებ. არ მეკითხებ, რა არის მოფერება. აი სიყვარული სიტყვა ესე არის თითქოს. ხო. მოფერება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეგ აუცილებელია. მოფერებაში ამ დროს ფსიქოლოგიური აი ეს მოფერების დეფიციტიც არის ერთი, რომელიც არამდგრად საზღვრებს იმაშვება. და რა, ანუ მოფერება იგულისხმება ფიზიკური ჩახუტება, შეხება. ფიზიკურიც არ ამ შემთხვევაში მე რომ ვამბობ, იგულისხმება უფრო ფსიქოლოგიურს ვამბობ, მოფერება სიყვარული, ფიზიკურიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მოფერება არის ემოციური მუხტი, იმ ფიზიკურსაც ცოდნა უნდა ისე. არის ემოციური მუხტი, აი მაგალითად ფიზიკურიც. მოვიდა ბავშვი და უბრალოდ ესე ჩაეხუტე გავუშვი, ხო? იმათ ცოდნა უნდა, თვითონ უნდა გაგიშვას ხელი, შენ კი არ. და იგრძნოს, ჩაეხუტე მასთან ხარ. შენ თუნდაც ფიზიკურად რომ ეხუტები, რომ ჩაეხუტე და აზრით დაკალებთან ხარ ან სადღაც იმას სამსახურში იმყოფები, ეს არ არის ჩახუტება. და ეს აღიქვამს ამას, ყალბია კონტაქტი. ნახე? მას უნდა რომ მასთან ხარ. მასთან არა მარტო ფიზიკურად ხარ, შინაგანად ხარ. მოფერება არის ემოციური მუხტი, რომელიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს. ეს არის ემოციური მუხტი. ნახე და ის შეიძლება იყოს ჯანსაღი, არა ჯანსაღი. მარტივად, ხო? და ჯანსაღი, აი მე შენ მიყვარ ხარ, შენ ისა რა ქვია, მშვენიერი ხარ, ხო? შენ ეს კარგად გააკეთე. ეს კარგად გამოგდის, ოჯახი და ასე შემდეგ. ესეც არის მოფერების სახეები. პოზიტიური და არის ნეგატიური მოფერება. კი, მკითხი აქვე. არ დავაუწყეს ნეგატიური მოფერებაზე, იმიტომ რომ უცებ ხე გამახსენდა მაგას ვფიქრობდი ბოლო პერიოდში, რომ აი როდესაც ბავშვებს ვეუბნებით ესეთ რაღაც და მეც მეთქვავს ჩემი შვილისთვის პრინცესა რაღაც აი მიხდირავს რომ ცოტა ისეთ სახელებს ჩემო პრინცესა, ჩემო ის რაღაც აი მე ჩემ თავი გავაჩერდო, ფიქრობდი მან რამდენად სწორია პრინცესას რო ვეძახი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მის ქვეცნობიერში ცნობიერში არ შეიძლება ჩამოყალიბდეს რომ პრინცესა არის, ბევრი ადამიანი თუ ეტყვის და მე რეალურ სამყაროში სადაც გავა და მარტო მოუწევს ოპერირება იმ სამყაროსთან, რასაც აკეთებს, იქ რო პრინცესო აღარ შეხვდება სხვა ადამიანებისგან აი მე ხვდება რომ და მოუწევს რომ არა პრინცესა, არამედ იყოს არ ვიცი სხვა პერსონაჟი რა და რომ ვერ გაართვას თავი. აი მოფერების ეგ ფორმა რამდენად მისაღები. მოფერების ფორმები ამას ისე არა სულ პრინცესაო და თუ დაძდებდა ესე უბნები. ნახე, არის აი მოფერებებში პოზიტიური, არის უპირობო პოზიტიური, ხო? შენ მშვენიერი ხარ. არის პირობითი პოზიტიური მოფერება, შენ ეგ გიხდება, ეგ ტანსაცმელი გიხდება. ხო, ეგა პირობითი პოზიტიური. არის პირობითი ნეგატიური, ხო? სიტყვაზე ეგ არ გიხდება. არცან ეს კარგად ვერ გააკეთე. ამათი გამოყენება შეიძლება, ოღონდ უნდა იყოს თანაფარდობა პრინციპში. 1:7-თან ჯანსაღ კოლექტივში.
ერთი არა პოზიტიური და 7 პოზიტიური? ხო, აი ერთი ისა ყოველთვისაც კი არ აქებ ყველაფერს რაღაც მართლა ვერ გააკეთა კარგად. რაც ვერ გააკეთა ის უნდა მიუთითო ახლა რა თქმა უნდა. ხო, ამას არ ვამბობ ბავშვზე. ჩვეულებრივ დასრული ადამიანების ცხოვრება. დასრული, აი ჩვეულებრივ სოციალურ ცხოვრებაში ჩვენ რომ ცხოვრობთ, ყოველთვის ახლა პოზიტიური აზროვნებაზეც არ ვამბობ, ჯანსაღი აზროვნება. ამას უბრალოდ პოზიტიურიც არ არის. აქ რა არის, იცი, ფოკუსია გასასწორებელი. ხშირად ადამიანები მიჩვეული არიან, აი ნაკლი დაინახონ სხვაში. და მხოლოდ ამით არიან ურთიერთობაში, ხო? ჩამული. რომ რაღაც ხო კარგი გააკეთა, რაღაც აკეთებს, კარგიც ხდება რაღაც. ერთზე რომ მიუთით, ეს თანაფარდობა. ასე პირდაპირ არ უდგებით მათემატიკით და არ ვითვლით იმით, ხო? ერთიანობაში დაახლოებით რომ იყოს. 1-7-თან, 1-5-თან მაინც. ხო. ჯანსაღ კოლექტივში, ურთიერთობებში, პრინციპში ეგ უნდა იყოს. ნახე? ერთ პირობით ნეგატიურზე რომ უთხარი მიუთითე, ხო? ეგ სამსახური ვერ გააკეთა. ახლა რომ ვშობ, შეგიძლია აქ უფროსია ვიღაც ან შენ მეუთხრას ყოს, რომ აი აქ ცოტა ისე ვერ გააკეთე როგორცაა. საჭირო. მაგრამ რაღაც ხომ გააკეთე. ეს ვერ გააკეთე და რაღაც გააკეთე. ამიტომ ვერ დროულად ნაუთხრა? მაგალითად ეს ერთიანობაში ასე ახლა პირდაპირ მათ ესე არაკლი ყველაფერს ერთად ხო ერთიანობაში თქვენ ურთიერთობაში და გააჩნია ამას და რაღაცები რაც გააკეთა იმასაც ეუბნები იმიტომ რომ ხშირად ურთიერთობაში თანაფარდობა თუ არის პირიქით ნეგატიურს უთითებ და ერთ პოზიტიურს ამ პოზიტიურს არ ეუბნებიან მარტო ფოკუსირებული ხარ რას ვერ აკეთებს და რა არ გამოდის კარგად ეს უკვე არის ნეგატიური მოფერება, რომელიც მის სულს კლავს. ნახე, იმ ადამიანს უკვე ჭკნება ადამიანი, ანუ შინაგანად ნადგურდება. ანუ მოფერება, ამიტომ ეს ჩვენ ფსიქიკას თითქოს იმ დროს რაღაც რომ გითხრეს, გადაესვა, ხელი გადაუსვა. სხვა უხეშად. აქ პირიქით დარტყმა მიიღო ფსიქიკა. აქ გადასმა იყო, აქ დარტყმა იყო. ნახე ხო და არის ესე და ამიტომ ურთიერთობა აი პრაქტიკული ეგა რომ ყველა ყავს ახლა მსმენელი კიდევ და სარგებელი რომ იყოს ერთ-ერთი მეგობრებო მიმართა კიდევ აიღეთ პაუზა და დააგვერდეთ ცხოვრებას ხო ცხოვრებას რომ დააგვერდეთ ურთიერთობებში აი ოჯახის წევრებთან მეგობრებთან ეს პოზიტიური და ნეგატიური როგორ არის გადანაწილებული ამას ჯერ პასტა და ფურცელი შეიძლება აიღო დამკვირვებლად გადაიქცე და სანამ რაღაცა სიტყვი ცნობიერ გააცნობიერო და გააკეთე რაც გინდა ის თქვი ჩვეულებრივად ცხოვრობ. თანაც აგვერდები თუ ნახე რომ ეგ ნეგატიურები იმაშება სულ საყვედურის დადანაშაულების ენით ესაუბრები. შენს პარტნიორს ან მეგობარს ან ოჯახის წევრებს, ხო? ესე იგი იქ ყალიბდება, იქ არის არაჯანსაღი მდგომარეობა. ანუ არაჯანსაღი აურა, არაჯანსაღი მდგომარეობა და საბოლოო ჯამში ასეთი ადამიანები მიყავს დანაშაული, სერცხვილი. ანუ ესეთი ადამიანები უმთავრესად განიცდიან აპათიას, საერთოდ ვერ ხვდება რას გრძნობს, რა უნდა ამ ცხოვრებაში. აი, მოხოდვა მინდა, რომ ამბობენ. ეს ხშირი სიტყვა ესე. ხო? მოხოდვა მინდა. ენერგია არ მაქვს, რაღაცაზე ენერგია არ მყოფნის, უფრო მეტი იხარჯება ენერგია ვიდრე ჭირდება. და ენერგიის მთავარი წყარო არის ჩვენ შიგნით. სინამდვილეში. ნახე, შიგნით არ გამომუშავდება და არის ვამპირი ესეთი. ფსიქოლოგიურად აი გარემოდან უნდა აიღოს და გაჩავს. და ასეთი ადამიანები კიდევ, დაძაბულობას გრძნობ ასეთ ატმოსფეროში, სადაც ასეთი ადამიანები იმყოფებიან და განადგურების პროცესი, ამიტომ ესეთი პრაქტიკული გასაგები, აი მოფერება რომ ვახსენოთ, რადგან არ გვიხსენები ალბათ და ყველგან სიყვარული, აჰა. ესეთ სიყვარულის შეგვიძლია ჩაანაცვლოთ უნდა ფორმა, აი მოფერების ფორმა. და ჯანსაღი თანაფარდობა სულ კი არ აქებ და თანაც თუნდაც რომ მეუბნებ ის პრაგმატულია, მართლა რაღაც რომ ადამიან რაღაც რომ გამოუვან გააკეთებს, იმას უნდა უთხრა ყოჩახ. ეს კი არ უნდა უთხრა იქ რაღაც ჩაეკერკეტო აი კი გააკეთე მაგრამ ესე რომ ხო ამ ბავშვმა მოიტანა რაღაც დახატა შეხედე რაღაც ნაჯღაბნია შეიძლება ახლა ხო ეს არ არის ესე რიტმნამუშევარი და როგორია მოგიტანა რაღაც დახატ პირველად აიყო
რაღაც ის გავს გამოუსვა. ნახე, ახლა რომ მიმჯელო ზოგი ეთქვის, ახლა რომ შევაქო, ყალბია კიდევ, ხო, ახლა ცუდ ნახადია. მან ცხოვრებაში პირველად რაღაცას აკეთებს, იმან საერთოდ ხელში დაიკავა რაღაც თავიდან რომ იწყებს, ხო? ყოჩახ, პირიქით. ხო, მართლა. ხო, რაღაც ხელში დაიკავა, რაღაც გააკეთა. ხო, მე ნელ-ნელა გაუმჯობესებს, ანუ მოთხოვნა არ უნდა იყოს ეს უცებ. ხშირად არის აი ბევრი მოლოდინები და მოთხოვნები ადამიანის მიმართ. ეს ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან სულ მუდმივად ვიღაცების იმედი უნდა იმართლებინა და ბევრი მოლოდინები იყო, მათზე ასევე ზიანდებიან. რა თქმა უნდა, ძალიან. ჯერ აწვევიან, ასე რომ თქვა, ცხოვრებას, იმიტომ რომ მათ იმედები უნდა გაამართლონ გარემოსი და აი დაძაბულები არიან. შემდეგ იფიტებიან, მალე და გადადიან ამ ნეგატიურ სცენარებში, ისე მოხდვა უნდა, მოწყენილია, ძალით ცხოვრობ, ნახე, არის კიდევ ძალით ცხოვრობ ამ ცხოვრებაში. ხო? მიათრებ ცხოვრებას. კიდევ არის ეს მოგდებული ყავს ბეჯებზე. ხო, ბეჯებზე უზარმაზარი ტვირთი გადევს და ყველაფერი არის მძიმე შრომა ირგვლივ. და სიყვარული არ არის მძიმე შრომა. ხო, მძიმე შრომა არის მიჯაჭვულობა. სიტყვა ჯაჭვებიც, ანუ ბორკელები გადევს და იტანჯები. რაც უფრო მეტი შინაგანი სიცარიელე უყალიბდება ადამიანს, მით უფრო მეტი ბორკილები ადევს, ასე მეტაფორულად კიდე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, აი ბორკილები გადევს. მძიმე ჯაჭვები. ისეც ჯაჭვის სისქე, რაოდენობა, აი ბევრი და მიათრევ შენ ცხოვრებას. და მოხდვა კი არ გინდა, ამ ჯაჭვების ჩამოგდება გინდა. და მოიხოდები თავისი. ხო, და ფრენას დაიწყოს. და ფრენა, ასე რომ თქვა, ნარკოტიკებს იმიტომ მიიღებენ, რომ აი ყალბი ესე იყოს ფრენა და ბორკილების მოხსნა. ხო, ბორკილები ისევ ადევს, მაგრამ ყალბი ილუზია იქნება ფრენის. პირველ ეტაპზე ეგ ილუზია მაინც მუშაობს. შემდეგ ეტაპებზე ეს ილუზიაც არ მუშაობს და ადამიანი მოიხმარს, არ მოიხმარს თუ რას აკეთებს, სულ ცუდადაა. ხო. ანუ ეგ სცენარი ვითარდება. კი. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდეთ იმ ნაწილს, სადაც ჩვენ თქვით, რომ როდის უყალიბდება, ან როგორ შეიძლება ჩამოუყალიბდეს არაჯანსაღი საზღვარი. გარდა იმისა, რომ თქვა ყურადღება აქვს, ყურადღება არ აქვს. როდის კი არა, ხო და ეგ აქედან იწყება ჩამოყალიბება. ხო, ანუ კიდე რა შეიძლება მოხდეს ისეთი, თქვა, მშობლების მხრიდან შვილებთან, რომ არაჯანსაღი საზღვრები ჩამოუყალიბდეს. მშობლებს რა შეეხება, კიდევ რა უნდა მოხდეს. თავარი არის გზავნილი თვითონ მშობელი. ეს არ არის ხშირად, აი, ჩემი გამოცდილებით ხშირად მოდიან და მე ამას ვეუბნებოდი, ასე ვეუბნებოდი, ესე არის სწორი, არასწორია, რაღაცებს ვასწავლიდი და რასაც ვასწავლიდი, ისეთები არ არიან, რაღაცა და საქმე რაში არის და შეესატყვისებოდი. ნახე, შენი შვილი რომ იყოს კარგად, შენ უნდა იყო კარგად. სხვა აი ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზავნილი. შენ უნდა იყო კარგად, შენი ჩამოყალიბებული საზღვრებით. ეხლა მივიდეთ ისევ საზღვრებს დავუბრუნდეთ. ნახეთ, ადამიანებს შორის კონტაქტი, ურთიერთობა და კონტაქტი არის დარღვეული კონტაქტი. რას ნიშნავს დარღვეული კონტაქტი? დარღვეული კონტაქტი გადის ისევ ადამიანი, აი ეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება რა ემოციებს განიცდის, რა სურვილები აქვს, რა არიცის, რას განიცდის, რა სურვილები აქვს და არ შეუძლია არიცის და არ შეუძლია სხვაში დაინახოს ემოციები და სურვილები. ესეც არის ჩამოუყალიბებლობის მაჩვენებელი. იმ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია სხვებში ამოიცნოს აზრები, ემოციები, სურვილები და თავისი გადმოცემა არ შეუძლია, ასე ვთქვათ, სხვაში ამოიცნოს და თავისი გადმოცემა არ შეუძლია. აი ესეც არის ერთგვარი საზღვრის დარღვევა. ასეთი ადამიანები მიდრეკილი არიან მარტოობისკენ და იტანჯებიან. ეს არის ერთი ვარიანტი, აი კონტაქტს რაც შეეხება. ესე თქვა კონტაქტი ქვია მას. რაც ბევრი ვარიანტია საზღვრებზე რომ თქვით. კონტაქტის ვარიანტში და ურთიერთქმედების ვარიანტში. და არის მეორე, ზედმეტად გახსნილები არიან ფსიქოლოგიური სტრიპტიზი. ესე ქვია. აი ფსიქოლოგიურ სტრიპტიზში ვინც იმყოფება, ანუ არიცის რა მიცეს და რა გამოართვეს. ანუ ადამიანმა არიცის, ხო? ან ზედმეტად აძლევს, ანუ რა მიცეს, რა გამოართვეს არიცის, არის ამ სტრიპტიზში და განიცდის შფოთს.
არის ის მოდი ეს კარგად გავშალოთ. მაგალითად მე თუ ძალიან ბევრს ლაპარაკობ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სიტყვაზე ვიძახი. ყველას ვუყვები როგორ ვარ, როგორ რას გრძნობ შინაგანად. ესეც არის ფსიქოლოგიური სტრიპტიზი. კი, ერთ-ერთი სახეობა. ხო, არა, ძალიან საინტერესო. ზედმეტად გახსნილი, ხო? ესე არა, აი ზედმეტად და საქმე რაში არის, იცი, აზრი რა არის. ამით ყურადღების მიპყრობა კიდევ გააჩნია რატომ აკეთებ. აკეთებ ვიგულისხმებ ამ სცენარში. ამ სცენარშია? ხო, ანუ ის თუ როგორ გაჩნია სიტუაციას, ადგილს, სივრცეს, დროს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აქ იგულისხმება, აი მისი ცხოვრების სტილი არის ესეთი. ანუ შეუძლია მაგალითად ერთი კვირის ადამიანთან მივიდეს და მოუყვეს პირობითად თავისი ბავშვობის ტრავმები, რომელიც არის ძალიან მძიმე. სიტყვაზე ვიძახი და მოყვება. მე ვიცნობ ერთ ადამიანს მაგალითად, რომელიც მართლა 2 საათის გაცნობილ ადამიანს ეტყვის, რომ მას აქვს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები. ამას ესე მართლა 2 საათის და რო იკითხოთ, შეიძლება მის გარშემო ერთი გამარჯვების თქმის მერე ადამიანებმა იცოდნენ, რომ მას აქვს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები. რომლის მასაკურებად არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ამას ლაპარაკობს, რომ თან ეს დადასტურებული არც ერთი სპეციალისტის მხრიდან არ არის, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ მან თავის თავს დაუსვა დიაგნოზი, რომ პრობლემები აქვს. ხო და აი ყველგან ამ ურთიერთობით შედის, ხო? ამ ურთიერთობით. აი ადამიანი, რომელიც ამ ურთიერთობით შედის, ეს არის ერთგვარი ნიღაბი. ესეც არის ფსიქოლოგიური მომწიფებლობა, ასევე დარღვეული საზღვრები, ყველაფერს საზღვრებთან აკავშირში. რისთვის აკეთებს? ნახე, ფარი ერთგვარი. ეს პრობლემა ასევე ჩამოუყალიბებლობის მაჩვენებელია, მიჯაჭვულობის მაჩვენებელია და ადამიანი იმ სამკუთხედში ერთგვარი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ასევე მსხვერპლის როლი აიკიდა. აი მსხვერპლის როლში შევიდა, მე ვარ უსუსო, ან ქვეცნობიერად ის აკეთებს გზავნილს აკეთებს, მე ვარ უსუსური, დაუცველი, არაფერი არ შემიძლია და ჩემი პრობლემა მე თვითონ ვერ ვაგვარებ ჩემ პრობლემებს და ვერ მოვაგვარებ და ჩემს მაგივრად მოვაგვარებ პრობლემები. ანუ ბავშვის როლში შედის, მსხვერპლის როლში შედის და ქვეცნობიერად გადამრჩენელს ეძებს და მოძალადეს იზიდავს. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის იქნება თუ დააკვირვება, ხო, ერთიანობაში ახლა ვისაც ამბობ, შეგიძლია კიდევ დააკვირდე. ასეთი ტიპის ადამიანის ცხოვრებაში არის ისინი, რომლებიც აი დამნაშავეები და ისინი, ვინც ურღვევენ საზღვრებს და ძალადობენ და ისინი, ვინც გადამრჩენელების როლში არიან, თითქოს რაღაცეებს მისმაგივრად აკეთებენ. მოდი ასე ვთქვათ, მისმაგივრად აკეთებენ. და სანამ არის ეს მოძალადე და მსხვერპლი უდასტურებენ ეს გადამრჩენელი ამის როლს და ეს აქედან ვერ გამოვა. ვერ გამოვა რა თქმა უნდა. ერთადერთი აქედან თუ არ მიმართავს სპეციალისტს. სპეციალისტ, ანუ აღიარებს, ამას ჭირდება აღიარება, რომ ნახე, ეს კი არა უბრალოდ სტრიპტიზი, ეგა სტრიპტიზი. აღიარება სხვა რაღაცა. აღიარება არის, ხო, მე მაქვს გულწრფელობა საკუთარ თავთან. ნახე, ასეთი ადამიანები არ არიან გულწრფელები საკუთარ თავთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ცხოვრებისეული, ფსიქოლოგიური, სულიერი პრინციპი, როგორც გინდა ისე დავარქვათ. ჯანსაღი პრინციპი. ნახე, ყველაფერს ხო არ ჯანსაღი, არა ჯანსაღი. ჯანსაღი პრინციპია იყო პირველ რიგში გულწრფელი და პატიოსანი საკუთარი თავის მიმართ, საკუთარ თავთან. ეს ადამიანი მსხვერპლები არ არიან გულწრფელები საკუთარ თავთან. ნახე, ის რომ ამას ამბობს, ეს გულწრფელობის გამო კი არ ამბობს. ეს ამბობს თავდაცვის, ანუ ამ როლის გამყარების გამო და არიან манипуляტორები. თითქოს არ უნდა გაიზარდოს და პასუხისმგებლობა აიღოს. ანუ ასეთ სცენარში ადამიანი არის უპასუხისმგებლო. კი. მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ხო, პასუხისმგებლობა არის უპასუხისმგებლო და აღიარება ნიშნავს, ნახე, თითქოს გავს, ხო, ეს ამას ამბობს და აღიარება ნიშნავს მის თავთან აღიარება. თუ ადამიანი არის გულწრფელი საკუთარ თავთან და მართლა თulis რომ რაღაცა სცენარებში უნდა აღიაროს, რომ პრობლემა აქვს, თვითონ არ შეუძლია გადაჭრა და ჭირდება კონკრეტულად დაიწყოს ამაზე მუშაობა, კონკრეტულ სპეციალისტებს მიმართოს და ანუ წრეებზე სიარული კი არ დაიწყოს, მართლა მუშაობა დაიწყოს. აი, მსხვერპლს რა ახასიათებს კიდე? მსხვერპლი, ერთ-ერთი ისეთია. მსხვერპლს არ ჭირდება რეალური შეცვლა და გამოჯამთელება. მას ჭირდება თავისი მსხვერპლის როლის დადასტურება.
უმთავრესად. ასეთმა ადამიანმა შეიძლება პრინციპში მიმართოს სპეციალისტსაც. მაგრამ ის არის წინასწარ განწყობილი, რომ აქ უნდა დარჩეს, დახმარება საბოტაჟს უკეთებს და ისევ ბრუნდება მსხვერპლის როლში. რას ნიშნავს? ამიტომ აი გადამრჩენელი შენს ახსენე, ხო? გადამრჩენელის როლები მქონდა რაღაც პერიოდები. ხშირად საინტერესო ისა, რომ აი გადამრჩენელი თავისი ასევე ინფანტილიზმით ერთვება და გონია გადაარჩენს, მაგრამ განსხვავება არ არის დახმარებასთან ამ შემთხვევაში. პირობებს აყენებს ვისაც აი ჩემთან თუ მოდის ადამიანი, აი მოდის ჩემთან კიდევ, ხო? მეცნობნებიან, რომ პრობლემა აი ბევრი ადამიანი რომ მოდის უყურებ არის მსხვერპლის როლში, იმიტომ არ მოდის რომ შეცვლა უნდა, არის ესეთებიც უყურებ ადამიანს, ეს აღვიქვამ, ხო? კიდევ რაღაცებს ვეკითხები და კურსებიც მაგამის. მაგრამ ადამიანი მოვიდა, აი ესეა, კარგი. ახლა მე თავიდანვეც ვხსნი ამ იმათ, რომ რას ნიშნავს გადარჩენილი რა არის მსხვერპლი მოძალადე მსხვერპლიც და მე ვარ დამხმარე და არა გადამრჩენელი მე პირადად. მე შემიძლია დავეხმარ, მაგრამ გადამრჩენელი არ ვარ. რა არის განსხვავება ამ როლებს შორის? ვარდებად. ჩემთან თუ მოდიხარ დასახმარებლად, პირობებს მე ვაყენებ. და შენ მინიმუმ 80% ჩართულია ადამიანი იმ პრობლემაში. და არა სხვები უგვარებენ. ამიტომ ჩემთან რომ მოვიდა, მე ვაძლევ დავალებებს. ხო, იქ სესიებს უნდა დაესწროს. არის ყოველდღიური დავალებები გააკეთოს. იქ რაღაცეები წეროს. იქ რაღაც პრაქტიკული სამუშაო შეასრულოს. არის რეკომენდაციები, რომელსაც ვაძლევ. და ის ადამიანი ამაში მომყვება, ხო? ან არ მომყვება. თუ ხედავ მომყვება, მაშინ ეგ ნორმალურია, მე ვითვლები დამხმარეთ და ის იზრდება, ესე იგი. მაგრამ თუ ადამიანი მოდის ჩემთან დასახმარებლად და ვაძლევ დავალებებს, რეკომენდაციებს და ის მხოლოდ აბას თუ იძახის. აბა ეს მაშინ, აბა არის კატეგორია ხალხის, ეს და ეს შეიძლება ჩამოყალიბებული ერთ-ერთი მსხვერპლი. რაც არ უნდა უთხრა, ჯერ გისმენს და მე აბა მაშინ რაღაც. მე კიდე აბა, ანუ აბა რომამობს. ესეთ ადამიანს არ უნდა ცვლილება. ანუ განპირობებულია, თუ მეკითხები გეუბნები. ჯერ თუ არ გატესტავ, არ გეცოდინება, ხო? თავიდან შეიძლება რაღაც გაურკვეველია, ნუ რაღაც ისე ვერ ერკვევი. მე მოვა გარკვევას და ყველაფერს. უფრო სწორი არის კონკრეტული ქმედებები. ეს მნიშვნელოვანი რომ თხოვ დახმარებას, მე რეკომენდაციას გაძლევ და გადადიხარ ქმედებებში. არ უნდა აბას ძახილი. და შემდეგ ანუ სწორ თესლებს თესავ. ხო? თესვა. იმას უცებ შეიძლება ვერ დაინახო ნაყოფი, მაგრამ აი ნაყოფებს რომ დაინახავ, მე უფრო რწმენა იზრდება. იმედიდან გადადიხარ რწმენაში, ხო? უფრო მაღალი დონეა. კი, ერთი იმას მინდა რომ დავუბრუნდეთ, შენ ახსენე მეორე ტიპის საზღვრებით დარღვეული ადამიანი, ასე ვთქვათ, რომელიც არ იკარებს ვთქვათ არავის. მაგრამ მან თქვი ესეთი რაღაც, რომ თუ ადამიანი ვერ ხვდება სხვის ემოციას და სხვის შეგრძნებებს, ხო? სხვის ემოციას შეგრძნებებს ვერ ხვდება და თავისის გადმოცემა უჭერს. ხო, თავისი გადმოცემა გასაგებია. ბევრი ადამიანი შეიძლება ხა მაყურებელსაც ახსოვდეს და მეც მქონია სავალოდ რაღაც ეგეთი ეპიზოდები ცხოვრებაში და ბევრს ალბათ, მაგრამ სხვისი ემოციის მიხვედრა რას ნიშნავს? ანუ ხო, აი ეგაცა რას ნიშნავს სხვისი ემოცია? ეგაა ზრდასრულობა. ანუ შინაგანად ფსიქოლოგიურად ზრდასრული ადამიანი ერთ-ერთი კომპონენტია. ფსიქოლოგიურად ზრდასრული ადამიანი თავისი ფსიქოლოგიური საზღვრებით, აქაცაა რომ ვამბობთ, ხო, აქვს, არ აქვს, ესე არ უნდა ვთქვა. არის ჩამოყალიბების დონეები, რა დონეზეა ჩამოყალიბებული, ხო? თქვა უმაღლეს დონეზე როცა ჩამოყალიბება. გრადაციებია, ხო? აქვს, არ აქვს გრადაციები ეს ისა ესეთი მოქნილი რაღაცა, ხო? ყალიბდება. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პიროვნება ცნობიერად ჩამოვაყალიბოთ. კი არ უნდა იპოვო შენი პიროვნება, უნდა ჩამოვაყალიბო შენი პიროვნება და მიიღო ამის მუშაობაში მონაწილეობა. ეგ არის სწორი. რაც უფრო ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია პიროვნება, არა მარტო თავის თავში ემოციებს ხვდება, ის ასევე ასკანერებს ხოს და სხვის ემოციებს და სურვილებსაც ხვდება. ნახე, ამიტომ მას შეუძლია ჯანსაღი პრევენციაც გააკეთოს. აი ნახეთ, საინტერესო რა არის. სანამ ადამიანი რაღაცას ჩაიდენს ან გააკეთებს, ის აღიქვამს მას. ინციდენტი არ ხვდება, შეიძლება იგი მოხდეს რაღაც. კი, შეუძლია. ნახე.
აი სხვანაირადაც რომ თქვა რაც უფრო ადამიანი ახლა ვცდილობ რომ გასაგებია რაც უფრო ადამიანი ჩამოუყალიბებელია ხო მით უფრო ბავშვია ინფანტილურია და მით უფრო მის ცხოვრებისეულ სცენარში რომ თქვა ანუ ამისგან ამას არ ვიფიქრებდი ანუ ძალიან ხშირად ის ადამიანები რომ ამბობენ ამისგან ამ საქციელს არ ველოდი ამას როგორ ვიფიქრებდი ამას კიდევ რაღაცა აი ეგეც არის ჩამოუყალიბებელი საზღვრები საქმე იცი რა შეე ხო და ადამიან რაც უფრო ფსიქოლოგიურად ზრდასრულია მით უფრო ნაკლებია ეგ სცენარი გეცე რატო რეალურის და იდეალურის განსხვავება რომ თქვა ჩამოუყალიბებელი შინაგანად ადამიანი ქმნის იდეალურ სურათს და ასე გადააქვს ხვებზე და ასე უნდა მოქცეულიყო ასე უნდა იყოს უნდათი აზროვნებაც არის არა ჯანსაღი უნდა არ უნდა კი არა რეალობას ვერ ხედავს არის ის შენი სურვილები რა ჩვენ გინდა და არის რეალობა და ხშირად რაც უფრო აცტენილია რეალობას ანუ აცტენილია რეალობას და მით უფრო აი ასე მეგონა ასე უნდა ყოფილიყო აბა ეს ანუ ის დამპირდა ის მომატყულა გადამაგდო და ასე შემდეგ და საქმე იცი რა შეა რაც უფრო ადამიანი ჩამოუყალიბებულია მით უფრო მოატყვილეს გადააგდეს რაღაცა ეგონა რაღაცა არ ეგონა და ასე არის პირად ცხოვრებაში, სოციალურ ცხოვრებაშიც და ასე შემდეგ. კი, მაგრამ აი პირად პარტნიორულ ურთიერთობაში მაგალითად რა მე და ჩემი პარტნიორი სიტყვაზე ვიძახი რაღაც მომენტში არის კითხვა მინდა იცი ადამიანმა მაგალითად არის ცუდად გრძნობს თავს რა არ ვიცი რაღაც დადგა ცხოვრებაში მისი მომენტი როდესაც ვერ ჯანმრთელობის მხრივ იქნება თუ ფსიქოლოგიურად არ არის მთლად კარგად რა რაღაცა არის სუბუქისებდა შემოეწვა სიტყვაზე ვიძახი მე ამას უნდა მივხვდე თუ მან უნდა თქვას რომ იცი რა გვანცა სუბუქისებდა შემოეწვა ხა სასაცილოს ჟღერს ეს მაგრამ დაუშვათ რომ ეგრე ქვია სუბუქისებდა შემოეწვა და ნუ აი გამოვხატავ რა ამას გეუბნები რომ ესე მე შემომაწვა მე ხთი ის ნაწილი გასაგებია აბსოლუტურად რომელიც შენ ახლა აღწერე რომ ეს იმედ გაცრობები საიდან მოდის და მე ესე მეგონა და მე ესე მინდოდა ეგ აბსოლუტურად გასაგებია მაგრამ აი ეს კონკრეტული შემთხვევა რომ წემტრა ჩემი აზრით მაგალითად შეიძლება მე ჩემი გადმოსახედიდან მოყვებით რომ მე ყოველთვის ვიძახი რომ მე ხა არ ვარ კარგად და ცოტა ხანი მე მჭირდება ჩემთვის ჩემი დრო რაღაცა აი ესე რა ან ჩავეხსნები რაღაცეებს. კარგი, მოდი ახლა პრაქტიკულს ვიტყვი. ხო, ახლა აი პრაქტიკული, ხო, ახლა თეორიები ვთქვით, რაღაც იმას თავის ჩაშლები აქვს, შეიძლება ბევრისთვის ცოტა რთული გასაგები იყოს, რადგან იქ ბევრ კომპონენტებს შეიცავს. პრაქტიკული, მოდი პრაქტიკულებიც ესე. მე ასე ვეძახი ოჯახში ჯგუფის ჩატარებას ასე ბრჭყალებში. ჯგუფის ჩატარება ოჯახში, ხო? ჯგუფები აქვს, კონცესე ჯგუფური მუშაობა, ჯგუფურად მუშაობები. ხო და სახლში აი პარტნიორი ვამბობ, ხო? პარტნიორები ერთმანეთს უნდა იცნობდნენ, რა დონეზე იცნობთ ერთმანეთს, პარტნიორი წარმოიდგინე შენ, ან მეორე ნახევარი ხო, სიტყვას რომ ხმარობენ, ხო? ის შენ თავს არ იცნობ, მეორე ნახევარს რაც შენ თავს იცნობ, მეორე ნახევარს. ყოველ აი პრაქტიკული სამუშაო. ყოველ საღამოს, როცა ერთად იქნებით სიტყვაზე, ნუ შეიძლება დღის განმავლობაში ცხად, მაგრამ ყოველ საღამოს გამოყავით ერთი 10-15 წუთი შეიძლება. 10-15 წუთი ხომ უნდა გამოყოთ. ეს უნდა. შანსი არ არის კიდე. ეს სომცერე, თქვა 10-15 წუთი. სადაც ერთმანეთს ყოველგვარი პირობების გარეშე, წესებსაც ვიტყვი რა წესებს დაიცვათ. გაუზიარებთ ერთმანეთს, ემოციებს, გრძნობებს, სურვილებს. დღის განმავლობაში რა ემოციები გქონდათ, რა აზრები გქონდათ, რა სურვილები გქონდათ. ხო? და რა ქმედებები ჩაიდინეთ. სიტყვა, რომ თქვათ, აი როგორ უნდა გაიცნოთ ერთმანეთი. საღამოს ერთმანეთს შეხვდით და უნდებით, რომ მე მინდა დღევანდელი დღე გაგიზიარო. და პარტნიორი გისმენს. წესები ასეთია. არ აწყვეტინებ, არ ადანაშაულებ, რჩევას არ აძლევ, არ აკრიტიკებ და რას აკეთებ? უბრალოდ უსმენ. უბრალოდ მასთან ხარ და აძლევ უფლებას გამოხატოს თავის თავი. ხო? თორე აი ამ კომპონენტებს თუ დაარღვევ,
მაშინ განპირობებულია იქნება манипулირებადი ურთიერთობა. და ისეთნაირად იტყვიან, ისეთნაირად მოიქცევი ისეთი ის რომ ცილდები ერთმანეთს, ანუ უახლოვდები, აქ აწყალებდება სიყვარულსა, ჩამოყალიბება უნდა. შეიძლება და დასწავლადიცა პრინციპში და სამუშაოა და დონეა ცნობიერების და ასე შემდეგ. ხო? ცნობიერების დონეს იზრდი, უფრო ემპათია, სიყვარული შემოდის და უფრო ჯანსაღი მოფერებაც ხდება. ნახე? და ერთ სიტყვით და ანუ გამოხატავ და ამ დროს ისაუბრე შენ იმაზე, შენ აზრებზე, შენს ემოციებს, გამოხატავ, თანაც იცი რომ არ გაგაკრიტიკებენ, არ შეგცვლიან რაღაცებს, არც რჩევები არაფერი. უბრალოდ მის გვერდით ხარ და იმავე საკეთებს ის. აი, ერთ-ერთი რჩევა და დავალება ვისაც უნდა რეალური ცვლილება და პასუხები მიიღოს ნელ-ნელა იმ კითხვებზე და მოემზადოს უფრო საინტერესო დონეებისთვის. მაგრამ ჩემ კითხვაზე არ გამეც პასუხი. მე ვთვლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამას რატო ვამბობ? ამ თეორიები ბევრი არ იყოს იმასაც ვეთქვით, რომ უფრო ადამიანები ერთმანეთი გაიცნონ, ჩამოყალიბდნენ და მაშინ დარეგულირდება ბევრი რაღაცა. ნახე, აი მაშინ უკვე შენ პარტნიორზე, აი რომ თქვი, ხო? იქ ზედმეტი უკვე ყველაფერი იცი, ის გიყვება, იმას გეუბნება. ერთმანეთს შესახებ ყველაფერი იცი. ხო, ანუ საბოლოო ჯამში მე ესე მესმის ჩემ კითხვაზე პასუხი, რომ არის რომ კი, უნდა თქვა ეს ადამიანმა. ხო, არ უნდა შენ არ უნდა იყო გულთმისანი და არ უნდა აი ხა ცუდად ხარ, ეგეთ რაღაცები არ უნდა იყო. ეგ მგონია დასრულობა რომ მე ცუდად ვარ, მე ვიძახი რომ ცუდად ვარ, მე გამოვხატავ ჩემ ემოციებს, მე შენ გეუბნები რომ ეხა მე შენთან არ მინდა ცოტა ხანი სიტყვაზე ვიძახი კონტაქტი, მე ცუდად ვარ, ჩემ თავს გავარ ან პირიქით ცუდად და მჭირდები და დამეხმარე. ანუ აი კომუნიკაცია მგონია რომ იმიტომ რომ გავაგრძელებ რა ჩვენ მანდა მაგკითხვასაც გადავალთ ცოტა ხანში. არა, ეს კიდევ რომ მოვღეჭოთ კიდევ უფრო. ხო, ვიძდებით იმ ქვეყანაში სადაც უნდა მიხდე რაღაცებს და ეგ ცუდი მგონია ზოგადად რა მაგის ჩამოყალიბება მინდოდა. კი, ხო და მაგას რატო არის ეს დაღეჭირლა თქვა, აბა რას გეუბნები? კი არ უნდა მიხდე. ნახე, აი ჯანსაღი და არაჯანსაღი რომ გავყოთ, არაჯანსაღ სცენარში რაღაცას უნდა მიხვედრილიყავი. ნახე, მოდი ასე ვთქვა და აი კონკრეტულად. ჯანსაღი, არაჯანსაღი. რაც უფრო მეტია მიხვედრილობაზეა, მით უფრო არაჯანსაღი ატმოსფეროა. და თუ ხშირად არის ესეც საუბარი ოჯახში. ამას ხომ უნდა მიხვედრილი, არ უნდა მიხვდე? ანუ არ უნდა მიხვედრილიყავი, ხომ უნდა მიხვდე? ეს არის არაჯანსაღი სცენარი. კი. მე მგონია რომ დაღეჭირლად ვამბობ. კი, არა, მე მაგალითად არავინ არ უნდა მიხვდეს და რაც უფრო ადამიანები გახსნილად თავის საჭიროებებზე და ემოციებზე, სურვილებზე საუბრობენ, იქ მიხვედრილობა უკვე საჭირო არ არის. და თანაც ნახე, ეს უბრალოდ მე რომ თქვი, საღამოს ამაში ავარჯიშებ, მე ეგ გადავა ჩვევაში და ესეთ ურთიერთობაში გადადიხართ. და ადამიანი უკვე ადვილად უზიარებს ერთმანეთს და მეტი ემპათია და სიყვარული იზრდება, ანუ დაღეჭირლად კარგად იცნობთ ერთმანეთს. და თანაც რა მომენტი ერთმანეთის, აქ რა მომენტი ეცე რომ თქვი ამ გაზიარებებზე. აქ მარტო ის კი არ არის ინფორმაციის გაზიარება, კონკრეტული ინფორმაციის თემა არა, რა უნდა და ისა. აქ კიდევ არის მოსმენის თემა და მყოფადობის თემა, რაც აჯანმრთელებს ადამიანს. ანუ რეალურად რომ თქვა, სიყვარული არის ადამიანთან შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ. ნახე? ანუ ვინც ხარ და როგორიც ხარ. ხშირად თუნდაც რაღაცებს ვერ ეუბნებიან, ისე ვერ ეუბნება, იმიტომ რომ რაღაცა რეაქციას ელოდება, ანუ ურთიერთობაში გადადიან. და ადამიანთან თუ შენი პარტნიორია, შენ გაქვს უფლება რა შეგიძლია იყო როგორიც ხარ და შენ ზოგჯერ ხარ, ზოგჯერ წუხილს განიცდი, ზოგჯერ ბრას განიცდი, ზოგჯერ მოიწყინე და ზოგჯერ გიხარია რაღაც, ხო? ანუ ნამდვილი ხარ, შენ სულ კარგად და გაღიმებული ან ბედნიერი და მშვიდი ვერ იქნები, ხო? ანუ ნამდვილი ხარ. ნახე? სწორი და არასწორი იყო, არ ვამბობ. ნამდვილი იყო, საერთოდ სწორი არის, ნამდვილი იყო და არა სწორი და არასწორი. და საქმე იმაშია, რომ აი ბავშვობიდანაც რო ვამბობ იმ დროს, ხშირად ის დედა სწორი კი არ უნდა იყოს, ნამდვილი დედა. შეუძლია მშობელსაც ზოგჯერ იყოს ცუდ ხასიათზე.
ამ დროს თუ მოვიდა ბავშვი მოირბინა რომ ისა დედა როგორ ხარ და ამ დროს ტირო და კარგად ვარ ან იცინისან სამსახურში პრობლემები აქვს ყალბი მდგომარეობა შენ შეიძლება იყოს ზოგჯერ წუხარებაში ხარ რაღაცაზე წუხ ხარ ხო და მე ახლა განვიცდი წუხილს აი მე ახლა ბრას განვიცდი ნუ რაღაც ასეთი იყო და მე განვიცდი ბრას და რატომ რისთვის და მედი გაიცინე პოზიტიური ის უნდა კონდეს ასე და გიგზალავენ ემოციას მიხდით ხო ანუ ჯანსაღი და არა ჯანსაღი არის ნამდვილი ხარ ესეთი ხარ აი მაშინ უკვე იზრდება შინაგანი სამყარო და ყალიბდები გამოდიხარ ამ სადო-მაზოხისტური მდგომარეობიდან შინაგანი შენი თავის განადგურების რა არის ეს არაფერი არა მე უბრალოდ კონკრეტული მაგალითები მინდა რომ შემოვიყვანო უფრო მარტივი არის ხოლმე ამ პარტნიორთან იმაზე მაგიტომ ჩაგეკითხე ესე ვთქვათ კიდე და კიდე უფრო მეორე რაც ვახსენეთ ეს მაგალითად როდესაც ყურადღებას იქცევს იმითი რომ ამბობს რომ თავს არ გრძნობს კარგად ადამიანი ანუ რისით კითხვა მინდა იცი ყველა ვარიანტში ყოველთვის ჩავდივართ ბავშვობასთან სადღაც მშობელმა რა ყურადღება არ მიაქცია ამან შეიძლება მიექცია იმითი რომ ცუდად იყო და მე ის ყურადღება მიიპყრო რომ მშობლის და მე იგივე სცენარს და პატერნს იმეორებს უკვე დასრულებაშიც ხო საბოლოოდ ეგ არის ამისი პასუხი ხო ადამიანი აი მიჯაჭულობები რომ თქვით ხო მიჯაჭულობები თუ უპირობო სიყვარული და ანუ ყველაფერი ჯანსაღად იყო არის უსაფრთხო მიჯაჭულობა უყალიბდება ახლა უსაფრთხო მიჯაჭულობა არის თუ სადომაზოხისტური მდგომარეობა იყო ხან ახლოსაა ხან ცოტა და ხან ეფერებიან ხან ეჭუბებიან ხან სიყვარული ტკივილი ენაცვლება ერთმანეთთანაც ვერ ხდება რატომ ხდება ეს მაშინ ჩამოუყალიბდება შფოთვითი მიჯაჭულობა და ისეთ სცენარს უკვე ეძებს ნაცნობ სცენარს ანუ ის ბედნიერებას არ ეძებს ისეთ მდგომარეობას სადაც დაუდასტურდება ეგ სცენარი ნახე რატომ იმიტომ რომ ეგ სცენარი ნაცნობია ანუ ეძებს ამ ნაცნობ მდგომარეობას რომელიც უნდა დაუდასტურდეს არის დეზორგანიზებული ისა მიჯაჭულობა ქვია იქ კიდევ უფრო მიქსია ასე რომ ვთქვათ არეულია და ერთ-ერთი ანუ უსაფრთხო მიჯაჭულობა არის მარტო ჯანსაღი და ადამიანი რომ იზრდება ხო არის ჯანსაღიც მიჯაჭულობა აი მიჯაჭულობა სიყვარული რომ გავყოთ ნუ მაინც რაღაც პატარა მინი ტესტი გავაკეთოთ ხო ანუ მის გარეშე რაც გზნობ მის გარეშე თუ ადამიანი გზნობს შიშს შფოთს და გაურკვევლობას და აკვიატებული აზრები აქვს მასზე აი მუდმივად აი აკვიატებაში აქვს ეს არის მიჯაჭულობა აკვიატებული აზრი რა შეიძლება იყოს ნუ მის გარშემო აზრები მთელი დღე აბა საათ როგორაა და აი თავში ისა სასაკეთებს ეხა სად არის ხო როგორ სუნთქავს მთელი დღე თავში ატრიალებს ხო ანუ ეს მიჯაჭულობის ობიექტია უკვე არ არის და აბა როგორ არ აქვს შნობა ნუ მის გარშემო არის აზრები მის გარშემო ტრიალებს უმთავრესად აზრები ნეგატიურ სცენარებს ამ დროს შემოდის შფოთი და გაკონტროლების სურვილი და ეგ არის მიჯაჭულობა და არა ჯანსაღი თუ მის გარეშეც შეუძლია იყოს მშვიდად და იგრძნოს თავი უსაფრთხოდ ეს უფრო არის სიყვარული რა დონეზე გაშვება შეუძლია ხო თუ აი მიდის სადღაც აი გაშვება ხო როგორც ასეთი თუ გაშვება იწყებს დაძაბულობას გრძნობს და იგივე სცენარი უვითარდება არ შეუძლია გაშვება ხო გაშვება შეგვიძლია მაგალითად დაშორება არა აი სადღაც მიდის ამ სულშენთან არ იქნება აი სადღაც სამოგზაურო წავიდი სიტყვაზე სამოგზაურო ხო ან სადღაც წავიდა ხო აი თუნდაც სამოგზაურო წავიდა შენ გარეშე და ამ დროს იგივე სცენარები თუ შფოთი ისა და უშენოთ ნახე უშენოთ ყოფნა არ შემიძლია ან უშენოთ ვერ ვიცხოვრებ ან უშენოთ ვერ ფუნქციონირებ ეს არის მიჯაჭულობა ანუ რეალურად შეგვიძლია ასე ვთქვათ მე კარგად ვარ მაგრამ შენთან ერთად უკეთესად ვარ ეგ არის სიყვარული ჯანსაღი მე კარგად ვარ მაგრამ შენთან ერთად უკეთესად ვარ მე მინდა შენთან ყოფნა ვიყო მაგრამ მიჯაჭულობა არის შენ გარეშე დავიღუპები მოვკვდები ხო აი შენ გარეშე მოვკვდები სამყარო დასრულდება დავინგრევი და დავიღუპები ეს არის მიჯაჭულობა ხო ამ დროს ადამიანი
ნახეთ, აი ურთიერთობაში ძელვადიან პერსპექტივაში კიდე უნდა დავაკვირდეთ, ხო, ახლა ეგ არა რაღაც ერთჯერადი რაღაცები. უფრო თავს კარგავ, თუ შენ თავს მოიპოვებ. რაც უფრო ურთიერთობაში, ერთიანობაში თუ დააკვირდით, თავს კარგავ არის მიჯაჭვულობა და რაც უფრო იზრდები და ყალიბდები არის სიყვარული. იმიტომ რომ ნამდვილმა სიყვარულმა და ააშენოს ადამიანი, რა. ნამდვილი ბედნიერი და უსაფრთხოება, ნახე. მის გარეშე, ანუ ესეცა მიჯაჭვულობა იკვებება შიშით. შიშით, შეგვიძლია თქვა, შიშით იკვებება. რაც უფრო შიში, შფოთი და დაძაბულობა იზრდება ურთიერთობის დროს, მით უფრო მიჯაჭვულობაა. რაც უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თავს, მით უფრო სიყვარულია. რაღაც გრადაცია, უფრო ასე რომ შევხედოთ. ნახე, შიში და უსაფრთხოება, დაძაბულობა და უსაფრთხოების შეგრძნება. საკუთარი თავის მოპოვება. ამიტომ და საქმეც რაშია, მიჯაჭვულობაც ძალიან გავს სიყვარულს. მით უმეტეს პირველ სტადიაზე და ამიტომ უჭირთ ადამიანებს განსხვავება. რატო ძალიან გავს. ანუ რთულია განასხვავო, გიყვარს თუ მიჯაჭვულობა თუ სიყვარულია. ხო, რაღაცა გამძაფრი ემოციებია და ასე შემდეგ. და ეს მძაფრი ემოციების მოთხოვნილებაც სიყვარულად აღიქმება. მაგრამ უფრო არის, ნახე, შინაგანი სიმშვიდე, უსაფრთხოება და ბედნიერება თუ მოაქვს, ძელვადიანად ეს უფრო არის სიყვარული. და თუ შიში, დაძაბულობა და გაკონტროლების მცდელობა მოაქვს, არის მიჯაჭვულობა. და პირველ პერიოდში როგორ შეიძლება ადამიანმა განასხვავონ მიჯაჭვულობა და სიყვარული ერთმანეთისგან? ეხლა შენ ხო თქვი რომ გვანანო ერთმანეთს, აი როგორ შეიძლება რომ განსხვავდეს? ამიტომ გაუჭირდება ადამიანს რომ ისა მით უმეტეს რაც უფრო დაბალ დონეზეა ამ სამკუთხედშია სამკუთხედის პერსონაჟებს უჭერთ. სამკუთხედის პერსონაჟები ძირითადად მგონია რომ სიყვარული არ არის და მიჯაჭვულობაა. ხო, ეგ სულ მიჯაჭვულობა. ხო, ანუ იქ სიყვარული საერთოდ არ არის. ანუ მსხვერპლი მოძალადე და ხსნელი გადამრჩენელი. ხო. მათ სიყვარულის სცენარში არ არიან. არ არიან. ისინი არიან მიჯაჭვულობის სცენარში და იდასტურებენ მიჯაჭვულობებს. ამიტომ გვერდიდან თუ ვიღაცამ არ იმუშავა საკუთარ თავზე არ ახსნა, ისინი ვერ მიხვდებიან. პირიქით, ნახე, იმ ადამიანებს, რომლებიც სამკუთხედის პერსონაჟები დავარქვათ, ხო? თუნდაც ამ როლებში ვინც არის ნეგატიურ როლებში, მათ შინაგანად ბედნიერი ადამიანი და ის ვისაც სიყვარული აქვს შინაგანი და ბედნიერი არ აწყობთ. ჩანსახი ადამიანის მიმართ ლტოლვა არ აქვს. რატომ? მოსაწყენად აღიქმება თავიდან. და საქმე იცი რაშია? შინაგანი უსაფრთხოება, სიმშვიდე ყველა სჭირდება და სიყვარული. მაგრამ ეს იმდენად უჩვეულო პროცესია ამ სამკუთხედი პერსონაჟების ჩამოუყალიბებელი ადამიანებისთვის, იმდენად უჩვეულო პროცესია, რომ თავიდან გამოჯამთელებას რომ იწყებენ, მოიწყენენ, ხო? ანუ სიმშვიდე მოწყენილობად აღიქმება და უხერხულობად. იმიტომ თუნდაც ვერ ვისვენებ რომ ამბობს ადამიანი რომ თქვი, ხო? თითქოს უხერხულად გრძნობ თავს და საინტერესო არა დრამა არ არის. მძაფრი ემოციები. ამიტომ თქვი ეს დრამის სამკუთხედი, ხო? ნახე და ჭყალებში მე რომ თქვი უბედურების სამკუთხედი საბოლოო კარგი არაფერი არ ხდება. ხო. და მას ჭირდება დრამა და ჯანსაღი შინაგანად ადამიანი ერთი დრამას არ იძლევა. და საქმე იცი რაშია? შინაგანად ჯანსაღ ადამიანს დრამა არ ჭირდება. ეს არის მყოთებადობაში და კარგია, ნახე სპეციალურად რაღაცა აი მძაფრი სიმძაფრეები არ აქვს. ეიფორიის მიმართ ის არ აქვს მძაფრი მიდრეკილება. კი, აქ ერთი კითხვა მაქვს. აი შეიძლება მაგალითად წყვილი შევიდეს ამ სამკუთხედის წარმომადგენლები იყვნენ. შევიდეს ურთიერთობაში, ნუ აი მიჯაჭვულობაში შევიდნენ ერთმანეთთან, ამ ურთიერთობაში ნუ რაღაც გადაიარეს ბევრი ქარბაბელო სიტყვაზე ვამბობ და მიხვდნენ რომ არიან აი ამ როცა როლებში ორივემ დაიწყოს საკუთარ თავზე მუშაობა და საბოლოო ჯამში მიჯაჭვულობა სიყვარულად გადაიქცეს. ესეთი რაღაცა არის შესაძლებელი? შეიძლება ყველაფერი, რა თქმა უნდა არის. თუ არ რატომ ამბობთ, თუ ეს აპრიორი დასრულებადი საკითხი არის, უნდა დასრულდეს ეს. ნახე. ჩვენც იმიტომ ვსაუბრობთ, კიდევ და კურსები რატომ ტარდება? მაშინ აზრი არ ექნებოდა, ხო? აქედან გამოსავალი რომ არ იყოს. გამოსავალზე ვსაუბრობთ, ხო? რომ აქედან არ იყოს
ნამდვილი ხსნა, ისე მხსნელი და გადამრჩენელი რომ თქვი, არა, ნამდვილი. ხო, არის რაღაც ყალბი ნამდვილი. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა არის. უბრალოდ აი ხშირად ეს ხდება, აი ყველას თავისი ფსკერია, ან ძლიერი დანაკარგი მოხდეს. ანუ როდის იწყებს ადამიანი ცვლილებას უმთავრესად. ან ძლიერი დანაკარგი მოხდა ცხოვრებაში, ან ძლიერად შეარყია ცხოვრება, ან რაღაც თითქოს ისა რომ დაფიქრდეს პირველად, ხო? ნუ რაღაცაში არის საქმე, რაღაც შესაძლებელია. ხო? ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ რაღაც არის შესაძლებელი, რაღაც ისე ვერ არის. ხო და ნუ ადამიანების უმრავლესობა ისე გაივლის ცხოვრებას და დაიღუპება, ასე ვერ მოვა. ამ სამკუთხედის პერსონაჟების უმრავლესობა ისე დაიღუპებიან, ანუ დასრულებენ ცხოვრებას, წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ ვერ მიხვდებიან, რომ პრობლემა რეალურად პრობლემის სათავე სად იყო. და არ შეიცვლებიან. ამიტომ თუნდაც ახლა ვინ ჩვენ გვისმენს, იმას უკვე შანსი აქვს და ეგ უკვე არის გზა, რადგან ადამიანი ამას მინიმუმ ისმენს, ხო? და მე ქვეცნობიერი ამას კიდევ ამუშავებს. შეიძლება აისხლიტოს თავიდან, არის ხალხი, მაგრამ ის მაინც მუშაობს და მომწიფების დონე ყველას აქვს თავისი. მე იცი რა რისი კითხვა მინდა, აი წყვილი, აი პირადი გამოცდილებიდან რა, წყვილი, როდესაც მოდის მაგალითად, აი გადაწყვიტოს წყვილმა, რომ უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. ორივე მუშაობს საკუთარ თავზე. ხშირ შემთხვევაში როგორ არის შორდებიან, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ვთქვათ, არაჯანსაღი როლებით შევიდნენ მაგ ურთიერთობაში და ააწყვეს ეს ურთიერთობა თუ ვერ ააწყვეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყვნენ. თუ ანუ ერთად გადიან მაგ პროცესებს, ხო? გეტყვი. ეს კარგი სცენარია რომ თქვი. თუ წყვილმა დაიწყო მუშაობა რომ თქვი, ხო? აი წყვილმა ორივემ თუ დაიწყო მუშაობა, ჯერ როგორ არის, როგორ ჯობს. აიღონ უბრალოდ პაუზა. აი ნუ არ არიან კარგ ურთიერთობაში, ხო? რაღაც დაძაბულობა ასე შემდეგ ის, არაფერი დაცილება არ ასაჭირო. უბრალოდ პაუზას იღებენ, პაუზას რას ნიშნავს? ნუ ჩვეულებრივად ცხოვრობენ და იწყებენ თავის თავზე მუშაობას. თუ ორივე წყვილმა დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, მათი ურთიერთობა გაიზრდება, დონე გაიზრდება, სიყვარული გაიზრდება და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მაგრამ ის კარგი სცენარია. მაგრამ ის სცენარიც ხო შეიძლება იყოს, აი არ ვიცი, მაგას რომ მიხდნენ. არა, ის მიხდნენ, ეგა ნახე, თუ ორივე მუშაობს, ჯერ იმ ფაქტიდან გამომდინარე, ერთად არიან ხო რაღაც პერიოდი, მაინც ერთად არიან, იქ არის რაღაც ისე ვერ იქნებიან, ხო? გასაგებია თავის დეფექტები აქვს, თავის დეფექტებს ერთმანეთს უდასტურებდნენ, მაგრამ ორივე რომ დაიწყებს მუშაობას, თუ დაიწყო რეალური მუშაობა და ზრდა, მე ესე ვიტყვი, რომ გამორიცხულია, რომ მათი ურთიერთობა იყოს ცუდი. მათი ურთიერთობა იქნება უკეთესი, აუცილებლად ნებისმიერ ვარიანტში, ვიდრე მანამდე იყო. სხვანაირად შეუძლებელია. შენაგანაც დასრული ადამიანები უფრო პატივას სცემენ ერთმანეთს, ითვალისწინებენ, ერთმანეთზე ზრუნავენ და ასე შემდეგ. გეთანხმები მაგაში. რა სცენარი ახლა არის მეორე სცენარი. ხო? ერთი ეს გასაგებია, ხო? ანუ შეუძლია ორივე მუშაობს. არა, ნახე, აი მაგალითად ორივემ დაიწყო მუშაობა და ორივემ აი მუშაობის შედეგად დაინახეს, თვალები გაახილეს, ესე ვთქვათ, როლიდან გამოვიდა ერთის და მეორეც და ამ თვალებ გახილვაზე შეხედეს ერთმანეთს და მიხვდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა და ჩვენი მოწონება ერთმანეთის თუ სიყვარულს რასაც ვარქმევდეთ, იყო ამ როლებიდან გამომდინარე და ეხლა მე შენ გიყურებ და აღარც მიყვარხარ და აღარც მომწონს. რა პრობლემაა? ესეც ხო ხდება. ხო და მე რომ მუშაობენ ერთმანეთს სიყვარული ეს არ არის შინაგანად მზად თუ არ ხარ გარედან ვერ მიიღებ. გარედან მიღება არა, ორი ადამიანების სიყვარული შენ დონეს იზრდება და შენ სიყვარულის დონე იზრდება. ისიც და მის სიყვარულის დონე და თქვენ ერთმანეთს უკეთესად უღებ და უკეთეს ურთიერთობაში შეხვალთ. ნახე, ის გასაგებია, მე ეგ კარგია, ჯერ არის თვალების ახლა. და მე მუშაობა ამას ნიშნავს. შენ თუ იზრდები ნებისმიერ ვარიანტში. მოდი სხვანაირადაც რომ თქვათ, პარტნიორს თავი დაანებენ. კიდე. ნახე, აი მოდი მე ესე ვიტყვი, უხეშად რომ გავყოთ დაბალი და მაღალი დონეები. მაღალ დონეებში არის მიმღებლობა სიყვარულამდე, როგორც ცნობიერების დონეები, ავიღოთ, უფრო დაბალ დონეთ ითვლება მიმღებლობის დონე. ნახე, მიმღებლობის დონე ეგ არ ნიშნავს ვიღაცას იღებ, ვიღაცას არა. ეს დათანხმებაც არა. შენ ვიღაცას ეთანხმები, არ ეთანხმები, ამას არ ნიშნავს. შენ იღებ როგორიც არის.
და არის მიმღებლობა და ამიტომ ემოციური ფონი შენი მასზე არა დამოკიდებული. ხო? საკუთარ თავზე მუშაობა გულისხმობს, რომ შენ უკვე იმ დონეზე იზრდები მინიმუმ უკვე მიმღებლობა გექ. და შენ მიმღებლობა გექ შენი თავისაც ისეთი, რომელსაც არ უყვარდა манипуლირებდი და გამოყენება გინდოდა მისი და იყენებდი და ასე შემდეგ. და ისიც გიყენებდა და რაღაც სხვა სცენარები იყო. შენ ამას აცნობიერებ და მიმღებლობა გექ და იღებ ისეთად. манипуლირებდათ რომელიც არ იყო, არა პრობლემა. და მუშაობა ისაა თქვენი მუშაობა, თქვენ აზრებს, ემოციებს და სურვილებს ცვლის. ხო. შენ ამ პოზიციიდან იმ პოზიციაზე საუბრობ უბრალოდ. ხშირად არის ამ პოზიციიდან კი არ უნდა ისაუბრო, იქ რომ მიხვალ იქ უკვე სხვა გვანცაა. რა თქმა უნდა. ეს გვანცა სხვა იყო, ის გვანცა სხვა არის. ამ გვანცას ესეთი აზრები, ემოციები და სურვილები ქონდა. და უკვე გაზრდილ ტრანსფორმირებულ გვანცას სხვა აზრები, ემოციები და სურვილები აქვს და აქედან იმას იმაშვები ადარებ. და ეს გვანცა უკვე ნებისმიერ ვარიანტში ის ადამიანი მიღებულია ასეთად. უფრო მეტიც ეს ადამიანი თუ არ შეიცვალა, ასეთია მიღებული, რომელიც გატყულებდა, გიყენებდა და манипуლირებადი იყო. და შენ საერთოდ არ აინტერესებდი, უბრალოდ შენი გამოყენება უნდადა. ისე რა, და ის თუ არ შეიცვალა და ასეთ პარტნიორი ყავდა და შენ შეიცვალე და ცნობიერება იმაღლე, მიმღებლობა გექნება და თანაგრძნობა მის მიმართ. უბრალოდ ამ შემთხვევაში დასვა მკითხვას, რას ირჩევ? და ამ დროს ირჩევ შენ თავს და უბრალოდ შეგიძლია მიდიხარ. ანუ შინაგანად უშვებ. თორე არის შინაგანი და გარეგანი გაშვება. ხო. ჩვენ იმას არ ვნიშნავთ, გინდა თუ არა, უნდა მიაკვდე იმ ადამიანს, ხო? ამას კი არ ვსაუბრობ. უნდა შენ თავი დააყენო პრიორიტეტი. მაგრამ არის კიდევ პრიორიტეტი, კიდევ რა არის, ეცი, აი ერთ-ერთი საინტერესო კითხვა, აი სიყვარულია თუ მიჯაჭვულობები, და რომ მოდიან მიჯაჭვულობები და არა მე მაინც მიყვარს და ამიტომ რაღაცა ათაჯერ და მიდის ეს დრამები. შენ თუ სადაც სიყვარულია, იქ დრამატიზმი არ მიდის. ნახე? დასვათ ასევე ერთ-ერთი სიღრმისეული კითხვა, ის თუ არ შეიცვლება არასდროს, აი ასეთ კითხვას უსვამ შენ თავს. ის თუ აი ესეთია, ეს მატყუ არა, აფირისტი და გიყენებს და რაღაც ეგოცენტრულია და ის თუ არ შეიცვალა არასდროს და ყოველთვის ზუსტად ესეთი დარჩა, გემდომება თუ არა მასთან ცხოვრება. თუ იტყვი, კი, მაინც ეს არის სიყვარული. უფრო თუ იტყვი არა, ესე იგი მიჯაჭვულობა გექ. ხო? ანუ მიმღებლობის დროს, ნუ ესეთია ადამიანი. მაგრამ თუ ვიტყვი არას. იმიტომ რომ გავაცნობიერე სიტყვაზე რომ ეგეთია მატყუებს, იმაშვება რაღაცებს და ვიტყვი რომ ნუ აი არა, აღარ ვიქნები მასთან ერთად, იმიტომ რომ ხვდები როგორი არის ის, მიღებულია როგორი არის, მაგრამ მე ამ ურთიერთობიდან გავედი, იმიტომ რომ აღარ მინდა რომ მომატყუონ და რაღაც ამაში ვიყო. აი ისევ საზღვრებთან რომ მივიდეთ და კიდევ ეს მიჯაჭვულობა საზღვრები და ყველაფერი ერთად, ნახე. ამ დროს, ნუ არის ადამიანი ასეთია, გატყვილებს, შეცვლასაც არაფერ გადანაშაულებს, ნახე, გატყვილებს, გადანაშაულებს, манипуლირებს და მასთან ურთიერთობა, შენ გაცნობიერე, მასთან ურთიერთობა განგრევს, ნეგატიურ ემოციებს იწვევს. და ამ დროს რა არის? ან არის ვარიანტი ირჩევ, რომ დარჩები ამ სცენარში, და არის ვარიანტი შენ თავს ირჩევ. რომ იმიტომ რომ შენ ფსიქიკურად, ემოციურად, სულიერად ნადგურდები. და ადამიანმა ირჩია საკუთარი თავი. და საკუთარი თავის არჩევა არის საკუთარი პიროვნების ახალი პიროვნება გინდა ეს ძველი პიროვნება ამ საზღვრები და ამ ცნობიერებით ვერ ამას გაჩავს. ახალ ცნობიერებას აყალიბებ, ახალ საზღვრებს აყალიბებ და დანარჩენი შენ კი არ ცილდები, ავტომატურად ხდება. სინამდვილეში არც გაქცევა არაფერი არ, ეს ავტომატურად ხდება. რაღაც მისიც გცილდება. აქ რა მომენტია, იცი? აი შენ რომ მიწყებ ცვლილებას ან მოიქცევა, ან გაიქცევა, ასე რომ ვთქვათ. ხო, აი, შენ რომ მიწყებ ცვლილებას, ნებისმიერ ვარიანტში არის მეორე სცენარი, ეს კარგი სცენარია იყო, რომ თქვი, ხო, ორივე მუშაობს თავის ის, უფრო დაამოღამებენ ერთმანეთს რა და როგორ გააკეთებენ. უფრო ადვილი კომუნიკაცია ექნება. მაგრამ ერთი იცვლება მეორე კატეგორიულ ვარს და არც თვლის საჭირო, რომ ცვლილება ჭირდება და არაფერს აკეთებს. ასეთ შემთხვევაში შენ იმ ფაქტიდან გამომდინარე რომ იცვლები, მასზე გავლენას ახდენ. ნებისმიერ ვარიანტში შენ გავლენას მასზე კი არა, გარემოზე გავლენას ახდენ ასე. იმ შენ მეგობრებზეც და ასე შემდეგ და კოლეგებზე
ანუ გავლენას ახდენ. შენ რომ იცვლები, ისინი შეუმჩნეველი არჩება. და აქედან გამომდინარე ისიც არ ვამბობ, ან გაიქცევა, ან მოიქცევა, ანუ მასზე შენ გავლენას ახდენ. და არის ისეთი სცენარი შეიძლება იყოს, რომ მოწილდეს კი. თუ თავისით. ხო, თავისით, რასეძამ შენ. იმიტომ რომ შენგან ვეღარ იღებს იმას, რაც გჭირდება. და ესე დავარქვათ, იმიტომ კი არა, რომ შენ ის არ გიყვარს, იმიტომ რომ შენ თავს ერჩევ, მოდი ასე ავიღოთ. ხო, იმიტომ კი არა. იმას პირიქით შენ რომ იზრდები ცნობიერად, ის უფრო გეყვარება. კი, იცი რატო უფრო მიიღებ? ზუსტად. რატომ იცი? იმიტომ რომ უყურებ ადამიანს და იცი რომ ესეთია. არ შეუძლია, ისიც რომ ადამიანები მანიპულატორები არიან და ესეთი რაც არიან, ესეთია, ესეთი პროგრამებით მოდის. რაც უფრო ამას ჩვენ ვაცნობიერებთ, მით უფრო ემპათია გიჩნდება ადამიანების. კი. ნახე? კი. იმიტომ რომ ხვდები რომ ასეთი პროგრამები ქონდა იმასაც ბავშვობიდან დააკლდა რაღაცები და ეს არის მისი თვითგადარჩენის სტრატეგია. არ შეუძლია ადამიანს სხვანაირად და გინდა თუ არაო, ახლა ესეთია. და ამიტომ უყურებ ადამიანს, გასაგებია და უბრალოდ შენ საზღვრებს აკეთებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეს არ გეძულება შენ პირიქით. არა, და მიმღებლობის დონე, აი შინაგანი ზრდა გულისხმობს მიმღებლობის დონეს ამაღლებას. კი, და საერთოდ მე მგონია, რომ ერთ-ერთი ინდიკატორი იმისია, ისე თქვა ადამიანი გიყვარს თუ არ გიყვარს, გიყვარდა თუ არ გიყვარდა, მიჯაჭვობაში იყავი თუ არა მიჯაჭვობაში, მაგალითად დაშორდით რა. თუ შენ იმ ადამიანის მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობ, როგორც ადამიანის მიმართ და იძახი რომ რაღაცა ჩვენ ჩვეულებრივ ნაცნობია, უბრალოდ არ ვიცი გამარჯვების და სიყვარულს აღარ გრძნობ, მაშინ მართლა მიჯაჭვობა ყოფილა და ძალიან მარტივია ჩემთვის მაგითი გამიგნება ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ აი თუ მე არ მჯერა იმისი რომ ერთხელ შეგიყვარდება და დაშორდებით და ანუ რისი თქმა მინდა რომ ერთხელ თუ გიყვარს ადამიანი, სულ გიყვარს გიყვარს როგორც ადამიანი. შეიძლება აღარ გიყვარდეს როგორც აღარ გიზიდავდეს სიტყვაზე ვიწახი, მაგრამ სიყვარული არ მგონია რომ სადმე ქრებოდეს. რა ერთხელ თუ შეგიყვარდა, всё მთელი ცხოვრება გიყვარს. გააქვს ურთიერთობა, არ გაქვს ურთიერთობა, ქუჩაში შეხვდები, გამარჯვებას ეტყვი თუ გაივლის თუ არ გამარჯვებს, ეს მდგომარეობა შენში ყოველთვის არის. კუთხეში მის მიმართ. ხო, ნახე, შენ კიდევ ახლა რომ დაგცელდა, შენ უბრალოდ შენ საზღვრებს იცავ, თორე ის რომ დაგცელდა და ეს შენ ცხოვრებაში შეცდომა იყო და მის გინებაში ხარ, კრიტიკაში ხარ, რაღაცეებში ხარ, ესე იგი არ გაიზარდე. ნახე, აქ კიდევ უნდა ვთქვათ, აი ჩვენ ვიცვლებით, ხო, ცნობიერება, მიდგომა იცვლება. უფრო ემპათია მithto მის ტყავში შეგიძლია ასევე დაინახო, მაგრამ შენ თავს აყენებ ახლა თვითგან ადამიანი მიდის განადგურების გზით, მაგრამ ესეც არჩევანია, გინდა თუ არა განადგურდი. მასთან ერთად, ხო? ასე უხეშად რომ თქვა, ეგა განსხვავება, მაგრამ ემპათია გაქვს. კი, და მე ემპათიაზე მაღალს ვიტყვი. ყალიბდება, რაც არის, ის არის. ანუ ერთი არის, ნახე, მიჯაჭვობა ნიშნავს ის, რომ აგრძელებს აი ადამიანი დაცილდნენ, ხო? ფიზიკურად დაცილდნენ და იგივე იმ შენი ახლობლის არ იყოს, ყველას უყვება ის თუ როგორი ცუდი იყო. თუ როგორ გაუწამა ცხოვრება, ან თავისთვის ზოგჯერ რომ არ რესურსულ მდგომარეობაშია, ამას იყენებს, ანუ იმ ადამიანს, რომ გაიმართლოს თავისი მდგომარეობა და არა რეალიზებულობა. და ასე დადის წლების განმავლობაში და ის ადამიანი ცხოვრობს მის თავში. ხო? და აი რაღაცა და ის და ეს არის მიჯაჭვობა. მიჯაჭვობა გულისხმობს გამოყენებას რისთვის გინდა, რომ აი იყენებ რა. შანს იყენებ უკვე მდგომარეობას, რომ ისე მსხვერპლი იყო ხარ მსხვერპლის როლში და ცხოვრება მიედინება. ერთგვარი დინება ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რამე ხდება. თავარი არის შენი მიმართულება კონდეს, ცხოვრების აზრი კონდეს. ბედნიერებაზე უფრო მაღლა დგას ცხოვრების შენი ცხოვრების აზრი. ხო. და მიზანი და შენ თუ გაქვს შენ შენი მიმართულებით მიდიხარ და დანარჩენი უკვე ლაგდება, ვიღაც მოყვება, ვიღაც არ მოყვება, ვიღაც ჩამოქცელდა, ნუ რა ცხოვრება ესეთი. ხო? თავარია შენი წოდე. რა გინდა? გაიზარდო და საბოლოო ჯამში, ესე იგი, რეალური ცვლილება მაინც იწყება. როცა 100%-ით ვიღებთ პასუხისმგებლობას. საკუთარ ცხოვრებას. საკუთარ ცხოვრებას. ხო.
ერთი საკითხი, რომელიც მინდა რომ ასევე კითხო არის ესეთი რაღაც, რომ აი ჩვენ რაც ვახსენეთ დროის საზღვრები, ამდენი საზღვრები და საქართველოში, ჩვენს კულტურაში, როგორც წესი, არას თქმა, მაგალითად, არ მცალია, ეხა არ ვერ გავაკეთებ, ჩემთვის მაქვს ეს დრო გამოყოფილი, იქ ვერ აი ხო ხვდები, აი ესეთი ყოველდღიური რაღაცა ტერმინები საქართველოში თითქოს აღიქმევა, რომ ეს არის უზრდელობა, ცუდი ტუნი, უკულტურობა, შენი უნდა მიხვდე იმას წყურია თუ შია, შენი უნდა მივდანო წყალი. აი ამაში ვიზრდებოდით, ეხა არ ვიცი ეს ძალიან ახალ თაობებში, მაგალითად ვიცი ჩულები ყავთ ჩემ ხელებს და კიდე უფრო ჩემზე პატარებს, ისინი როგორ ზრდიან უკვე პატარა ბავშვებს, მაგრამ ჩემი თაობა და მგონია რომ კიდე უფროსები, უფრო ზემოთაც, ამაში ვიყავით. არას თქმა, თითქოს იყო ძალიან დიდი უკულტურობა და ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყავი იმისთვის, რომ დახმარების ხელი გაგეწოდებინა, ეს თან დახმარების ხელი ქვია ყველაფერს რეალურად, მაგრამ ამისი დრო, რესურსი და საშუალება ქონდა თუ არა, უნდა გადაგებიჯებინა ყველაფერს და უნდა გაეკეთებინა და ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, საზოგადოებისთვის, სოციუმში თვითონ რომ ისინი არიან ძალიან მაგარი ადამიანები, აი არ ვიცი, გადადებულები არიან სხვისთვის და ეს ძალიან კარგი თვისება არის, ხო? როგორ მოვედით მანს და რატო ვართ? როგორ ჩვენ თქვი, ვინც მთლიანად გადადებულია, აი ძალიან კარგი ხო და გადამრჩენელის თვისება ეგ. ხო. გადამრჩენელის როლი სოციუმში აღიქმება პირიქით ჯანსაღად და გმირობად. გმირობად აღიქმება, კი? ხო. ის რომელიც შეწირა დედამ თუ თავის შვილს შესწირა თავი და თავის ბედნიერი ყველაფერზე უარი თქვა და გადაყვა და ის გმირია, ხო, ერთგვარად სოციუმში და ამ დროს ზიანდება ჩვენ ნახე აქ არის სოციუმში და ზედაპირულად თითქოს კარგად ჩანს ეს თავზე გადაყოლა. კი. თავზე გადაყოლა, ესეც არის არაჯანსაღი მდგომარეობა, როგორც ვისაუბრეთ. კი არ უნდა გადაყვე, ანუ ვისაც თავზე გადაყვებიან, თუ ადამიანს თავზე ყვებიან, ზედმეტ ზრუნვას, აი ზედმეტი ზრუნვაც არის არაჯანსაღი. და ზედმეტი ზრუნვიდან მოდის, აი ბევრი მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება. ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ადამიანი, რომ ნარკოდამოკიდებული გამოდის თუნდაც, არის ზედმეტი ზრუნვა, ერთ-ერთი. და რომ დააგვირდეთ მშობლების მხრიდან, ხო, აი ზედმეტად როა ყველაფერს უსრულებდნენ თუნდაც ეს ამ ხრივ რომ შევხედოთ, ხო? აი ზედმეტად და ის არას თქმა, უარის თქმა ერთ-ერთი ნიშანი არის ფსიქოლოგიური საზღვრების ჩამოუყალიბებლობის ერთ-ერთი ნიშანი არის, რომ ადამიანს უჭირს არას თქმა, უარის თქმა, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი და ჩამოუყალიბებლობა. და ამ სამკუთხედის თემა. და ამაზე მთელი ტრენინგები ტარდება, ასერტულობის ტრენინგები ქვია, რომელიც სპეციალურად ადამიანებს, მთელი ჯგუფებია და მთელი ტრენინგებია, როგორ ასწავლონ ადამიანს უარის თქმა. წარმოიდგინეთ ეგამე. რა სიგიჟეა, რა ჩვეულებრივი შეგიძლია, ხო? რაღაც არის რომ უარი უთხრა. ბევრმა არ იცის უფლებები. კიდე ასე რომ საკუთარი. ხო, საკუთარი და მოდი ერთ-ერთი ესეთი უფლება არის. შენ გაქვს უფლება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ რამეზე უთხრა უარი და არ განიცადო დანაშაულის და სირცხვილის გზნობა. გაქვს ამის უფლება. და საქმე იმაშია, რომ ბევრმა არ იცის, რომ აქვს ამის უფლება. უარის თქმა და თავისაზე ნახე აქ რა იგულისხმება, დახმარება სხვა არის. ანუ აქ დახმარებაში არ არის ეს, ხო? ზოგადად ამას კი არ ნიშნავს, სულ უარს ეუბნები ყოველთვის. ანუ როცა ხდება შენი თავისაზიანოდ, ანუ უარის თქმის სირთულე კიდევ ის იგულისხმება, რომ ადამიანი აი მისი დრო იკარგება, მისი ენერგია იკარგება, მის საქმე ფუჭდება, თვითონ ზიანს იღებს და არას ვერ ამბობს. ანუ თავს აზიანებს. ეგ იგულისხმება. ამიტომ არის კიდევ და არის სოციუმში ამბობენ ეგოისტია, ხო? აი ამბობენ, აი ეგოისტი არის ის, ხო? ზოგჯერ შეუძლია თავისთავი აი უარი თქვას. ეგოისტი ყველაა, ეგოიზმი, ჩვეულებრივი ეგოისტები ყველაა, მაგრამ ეგოისტი ადამიანი რომ არის, ეს არ არის მთავარი პრობლემა. პრობლემა არის, რომ არის არაჯანსაღი ეგოისტი. აი ამ სამკუთხედის პერსონაჟები უბრალოდ ეგოისტები კი არ არის, ზინ ეგოცენტრულები არიან, ეგ ცოტა განსხვავება. და არიან არაჯანსაღი ეგოისტები.
არაჯანსაღი ეგოიზმი გულისხმობს, რომ შენ თავს ეგო მე არის და არაჯანსაღი ეგოიზმია განიცდი არაჯანსაღ ეგოიმში იმყოფები და უმთავრესად განიცდი დანაშაულ სირცხვილს, აპათიას, შიშებს, ის გონია რაღაც მოგიტანს ბედნიერებას ეჭვებში ხარ და ასე შემდეგ, მარტოსულობა, უსუსურობა, ამას განიცდი ხარ არაჯანსაღი ეგოისტი, ნერვიულობ. კი. ხო, აი, ნერვიულობ ამ დროს და კი არ უნდა იმოქმედო. ადამიანები ნერვიულ, ანუ აზიანებს შენ ნერვულ სისტემას. ხო. ასე დროს ადამიანი რომ მოდის, არის რეკომენდაცია, ჯერ არაჯანსაღი სანამ სიყვარულამდე მივალთ, ეგ ცოტა მაღალი დონეა. არაჯანსაღი ეგოიზმიდან გადავდივარ ჯანსაღ ეგოიზმში. ხო. ეგარ ნორმალური, ასე ქვია პირდაპირ, ჯანსაღი ეგოიზმი. ანუ იწყებ შენს სურვილებზე, მოთხოვნილებებზე, ანუ შენ თავზე ზრუნვას იწყებ. შენ გადაწყვიტე რომ იზრუნო გვანცაზე. არ გინდა გვანცაზეა. შენ გვანცაზე ზრუნვა თუ ვერ ისწავლე ვერებზე ზრუნვას. შენ თუ გვანცაზე ზრუნვა ვერ ისწავლე, ამ ფაქტიდან გამომდინარე მარტო გვანცას კი არ აყენებს ზიანს, შენ გარემოსაც აყენებს ზიანს. ანუ გარშემომყოფებსაც, რადგან შეხვალ არაჯანსაღ როლებში. ამიტომ შეგიძლია რაღაც მომენტში თქვა არა, მაგრამ ეგ არა რომ თქვა სამომუშაოებაა და ჩამოყალიბებულ პიროვნებას უჭერს არას თქმა, კიდევ რატომ? იმიტომ რომ საქმე იმაში არ იცის მისი დრო, როდის არა, ანუ არ არის ეგ საზღვრები ჩამოყალიბებული, ჩემი დროა, სხვისი დროა, არეული აქ. ყველაფერი. ამიტომ ვერ ხდება, ხდება რაღაცა სევერა, მაგრამ საზღვრებით არ არის ჩამოყალიბებული. და მეორე მხრივ იმ ადამიანსაც აწყობს სადღაც მეორე მხრივ, რომ თავისი არარეალიზებულობა ამ სიტუაციას დააბრალოს. რომ იმას გავყევი, ის გავაკეთე, ანუ კი. ამ მოცემულობით შემოდის. ხო, არ მქონდა დრო, იმიტომ რომ დავეხმარა იმას და წავყევით და ის გავაკეთე და კიდე ხო არის არას თქმა ზირთადად უჭირთ ხოლმე, როდესაც უარყოფის შიში აქვთ. რომ უარყოფილები იყვნენ, რომ მე თუ არ დავეხმარებ, მე თუ იმას არ გავაკეთებ, მე თუ ამას არ გავაკეთებ, მაგრამ იმ სოციუმში ვეღარ აღმოჩნდები, ის მეგობარი აღარ მეყოლება იმას, დავკარგავ აი რაღაცა ეს რომ გარიყული არ აღმოჩნდი. ან კონფლიქტის შიშიც ხო არის, რომ აი არა რომ უთხრა, ეხა ის შეიძლება გაბრაზდეს და მე კონფლიქტში შევალ, ან არა რომ იმან შეიძლება საპირისპირო ესეთი რაღაცა მომითხრას, რომ უცებ ერთმანეთში რაღაცა დამოიჭერას და ამის გამო დავეთანხმები და გავაკეთებ, იმიტომ რომ აი გადავაბიჯებ რა, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრჯერ გამიგე უბრალოდ ესეთი წინადადება, რომ რა მოხდა ახლა? გადააბიჯე შენ თავს და გააკეთე. ხო? კიდევ გეუბნებიან, აქეთ გასწავლიან რა უნდა გააკეთო. ხო, შენ გადასაწყვეტია რას გააკეთებ და რასაც გააკეთებ. ხო, ამ დროს ადამიანს რომ გვემნა რა უნდა გააკეთო. უნდათი აზროვნებაც არაჯანსაღია. შენ აი უნდა სიტყვა არის გონება ჩაკეტილობა, გახსნილობა, ესეც საინტერესო. რაც ძალიან ეს ერთ-ერთი მთავარი. სამკუთხედის პერსონაჟები არიან გონება ჩაკეტილები. და რაც უფრო გონება ჩაკეტილია ადამიანი, მით უფრო ხმარობს სიტყვა უნდას. სიტყვა უნდაში იგულისხმება ერთი ვარიანტი. გონება გახსნილ ადამიანს აქვს ბევრი ვარიანტები, ცხოვრება არის მრავალ ვარიანტიანი. უნდაში არის ერთი ვარიანტი. და ამიტომ ადამიანი როცა ამბობს უნდა, ან შენ უნდა, ან მე უნდა. არა, ხო, ეს მემართულება შენ თუ მე უნდა. მაშინ სხვანაირად ეს ითარგმნება ფსიქოლოგიურად, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ეს იწვევს ერთადერთია უნდა. უნდა ერთადერთია და ეს იწვევს დაძაბულობას. და ადამიანი უშვებს ხშირად შეცდომებს და არაჯანსაღ რეაქციებში და ცხოვრებისეულ სცენარებში ხდება. კი ბატონო. შეიძლება, ანუ მაშინ ჯანსაღი როგორ იქნება? სასურველია, ადამიანი გეუბნება. ანუ ადამიანს უნდა დაუტოვო ვარიანტები. აიგეთ, ანუ მარტივად რომ თქვა ჯანსაღი, არაჯანსაღი ყოველთვის არჩევანს უტოვებ. უნდას რომ ეუბნები, არჩევანს არ უტოვებ. უნდა. სასურველია ესე მოიქცე, ესე ეუბნები? ხო, იქნებ, ჩემთვის სასურველია, კიდევ გასაგებია ვისთვისაა სასურველი, მაგრამ ეგ ცოტა უფრო ისეთი ფორმაა, მაგრამ შენ ასე უნდა გააკეთო, მოცურტყამ უნდა. უნდა ასე მოიქცეთ. კი ბატონო. ესაა დიქტატურა, როგორ დაარტყა უჯდა ესე უნდა იყოს, ესე უნდა მოიქცეთ, რატომ რისთვის ვარიანტები, ვარიანტი არა. ხოლოდ ეგა. კი. ანუ ეგ არის ჩაკეტვა, გონება შეზღუდულობა,
და არაჯანსაღი ერთზე. კი ბატონო. და სულ კითხვა ტრადიციული კითხვა. ხო. თუ შენ თავს წარმიდგენ ისე ამ კითხვას როგორც კითხარი. ტრადიციული ასე უსვამ ყველას, ხო? ყველა სტუმრის ბოლო კითხვა არის, თუ შენ თავს წარმიდგენ ისე რომ არ მეტყვი შენს სახელს, შენს პროფესიას, შენს რელიგიას, შენს ჰობს, ანუ ყველა ამ იარლიღს, ესე ვთქვათ, რომელსაც ყოველდღურად ვიყენებთ, როგორ გამეცნობოდი, როგორ აღწერდი შენს თავს? თუ ყველაფერი მოვაცილეთ, ყველაფერი. იარლიღი. ნუ იარლიყებია ყველაფერი. სახელიც იარლიღია, ისა რა ქვია. თვითონ პასპორტში რა გვიწერია. ყველაფერი არის იარლიღი, ხო? ყველანაირი, ყველას ეთქვა, ნახე, ყველაფერი, ყველაფერები რომ მოვაცილოთ. მაშინ დარჩება სუფთა ცნობიერება. საბოლოოდ ეგა და კიდევ ცალკე თემა იმის საუბრობს, ხო? ყველაფერს თუ მოვაცილებ არსებობა ძლდება სოფთა ცნობიერებაში. ეგა სოფთა ცნობიერება და ეს სოფთა ცნობიერებაში თუ მიხვალ, იქ ხდება ნამდვილი გამოჯამრთელება. ეს არის სწავლება. ყოფადობა ეს არის მუდმივობა, ნახე და სხვანაირადაც რომ თქვათ, სონს შინაგანად რაზე დებ. ადამიანები აი ხშირად ვინ რას ნიშნავს დაბალი ცნობიერება, კიდევ შეგვიძლია თქვათ, თუ შემთავარი ფსონი აიღე იმაზე რას დროებითია წარმავალია და მარტო ამით ფუნქციონირებ და ამაზე გაქვს საყრდენები დადებული და ამას ებღაუჭები, ეს არის ტკივილი, ტანჯვა, დაბალი ცნობიერება, სიბნელე და ჯოჯოხეთი. ნახე? და არის კიდევ რაღაც მუდმივი. ჩვენ ახლა ის რაც კითხვა დასვი, ჩვენ სადღაც მუდმივთან უფრო კავშირშია და გავყავართ. ხო? და კარგია და იმ მუდმივად ეგ არის მედიტატიური მდგომარეობა, მყოფადი მდგომარეობა, ახლა გამთლიანების სამყაროსთან მდგომარეობა, გამაჯანსაღებელი მდგომარეობა, ღმერთთან დაკავშირების მდგომარეობა, ხო, სხვანაირად რომ თქვა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რომ განიცადო. იყო ცნობიერად და არაფერი განიცადო. და იმ არაფერში არის ყველაფერი. მადლობა. სუფთა ცნობიერება. მადლობა, მე ძალიან მაინტერესებდა შენი პასუხი ამ კითხვაზე და ძალიან სასიამოვნო იყო კიდევ ერთხელ საუბარი. მაყურებელს ვეთყვი და შევახსენებ, რომ თუ პირველად უყურებთ ცოტას მაყურე პოდკასტს, გამოიწერეთ ან შემოწმეთ გამოწერილი გაქვთ თუ არა და სარიზღილაღით არ გამოგჩეთ, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ეპიზოდები და თუ ეს ეპიზოდი თვლით, რომ ვინმესთვის სასარგებლო იქნება და დარწმუნებული ვარ იქნება, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს. მადლობა.